ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო საზოგადოებო, ძვირფასო იმერეთო, ქუთაისელებო, ჩვენო სტუმრებო, მოგესალმებით, უღრმესი მადლობა დღეს მობრძანებისათვის. უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ ყველანი დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთად ყოფნა იმისათვის, რომ მართლაც საეტაპო მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ თქვათ ის სიტყვა, რომელიც ჩვენმა კოალიციამ უნდა თქვას. და აქ თავარი მხოლოდ ის არ არის, რომ დღეს თქვენ ისედაც იცით, ნახავთ თქვენ სისხლსა და ხორცსა და ხორცთაგანს, თქვენს იმ კანდიდატურებს, რომელსაც თქვენ ისურვებთ თვითმმართველობის არჩევნებში წარმოადგენდნენ მხარეს, უბრალოდ ჩვენ დღეს ერთმანეთს თვალებში ჩავხედავ და დავინახავთ იმ ერთიანობას, იმ სულიერებას, იმ სიძლიერეს, იმ სილამაზეს, რითაც ჩვენი კოალიცია, ჩვენი გაერთიანება ამაყობდა და იამაყებს ყოველთვის. ძვირფასო მეგობრებო, მე ამისათვის მინდა მადლობა გითხრათ, რომ თქვენ ყველანი აქ ახართ. დღეს საუბრობდი ჩვენ სანამ მოვიდოდი და როდესაც ვნახეთ აქ ოეც, ძირითადად ყველანი ერთნი ვარ და ახლობლები ვართ. არიან სტუმრებიც, მაგრამ ეს საერთო სივრცეა ჩვენთვის და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და ამდენად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი სახელით მივესალმოთ ჩვენს ლიდერს, ჩვენი კოალიციის ლიდერს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი კოალიციის ლიდერზე, ეს იცით რაღაცა დაწყვეტილი შეფასება იყოს, შეიძლება რადგან ჩვენ შეიძლება სრული სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს ლიდერი, რომელიც ამავე დროს არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უმაღლესი კლასის მასშტაბის სახელმწიფო ლიდერი. მე როგორც თქვენი მონამორჩილი გიგლა ბარამიძე, სამწუხაროდ ისე როგორც საქართველოს მოქალაქეთა 10,000-ობით ადამიანი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზი და ძირითადად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ნაციონალური მოძრაობის 9 სისხლიანი რეჟიმის გამო გადაკარგული ვიყავი, საქართველოსთან მოცილებული და რა თქმა უნდა ველოდი იმ დღეს, როდესაც დაბრუნდებოდი ნანინანას სამშობლოში, მაგრამ მე სხვა რამ მინდა ვთქვა. დაახლოებით ამ 9 წელს მანძილზე, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდებოდი როგორც პოლიტიკური დევნილი, ვიყავი 11 თუ 12 ქვეყანაში. შეხვედრა მქონდა ძალიან ბევრ ადამიანებთან. ესენი იყვნენ არა მხოლოდ დიპლომატები, ეს იყვნენ მოქალაქეები, სამეცნიერო წარმომადგენლები და სადაც კი ჩამოვარდებოდა სიტყვა საქართველოზე, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ჩვენ ქვეყანაზე, ყველგან, უკლებლი ყველგან, მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ მათ იცოდნენ, ვინ არის ნინო ბურჯანაძე. და როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას სიამაყე, აი მე ყოველთვის ვიყავი ამაყი. და თქვენ სახართ ამაყი, რომ ჩვენ ასეთი ლიდერი გვყავს. ყავდეს ასეთი ლიდერი და ამ დროს საპრეზიდენტო არჩევნებში ნიშნავდე ადამიანს, რომელსაც სხვადასხვა ეპითეტები აქვს პლასტელინიდან დაწყებული, სასაცილოა. აი მე არ დამავიწყდება, ამაზე ფიქრობდი, უცბად გამახსენდა დიდი დავით გურამიშვილის ჯერ კიდევ როდის ნათქვამი, როდესაც ხელისუფლებას დაკარგული აქვს რეალობის განცდა, მისი სიტყვები არ დაიჯერეს, არ აქნეს სარწმუნო დასაჯერები, დაყრუდნენ, ბრმანი შეიქმნენ, საქმე ქნეს გასაშტერებიო. აი ვინ პრეზიდენტის დანიშვნას ეხება ეს. ეხლა მე კიდევ ეს არ არის ლირიული გადასვლა, მაგრამ მე არ შემეძლო, რომ ქუთაისში, ჩვენს მეორე სატახტო ქალაქში თქვენთან ეს არ მომეთხრო, თუმცა ეს არ მაქვს მე არავისთან შეთანხმებული, უპირველეს ყოვლისა ქალბატონ ნინოსთან და მეგონებ არ გადავაჭარბებ და წინასწარ ბოდიშს მოუხდი მას. მე მოგახსენეთ, რომ ბოდიშით მე ხშირად ვიმეორებ, მაგრამ ეს უნდა ითქვას, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავი, ორიენტალისტი გახლავა და ძირითადად ვიყავი იმ ქვეყნებში, სადაც აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც მეტნაკლებად ხდებოდნენ და ასე ვთქვათ, ძევნილკაც პატრონი მყავდა და მომიწია ყოფნა ირანში. ოჯახში, რომელიც ისტორიულად არის თითოეული თქვენთაგანისთვის ცნობილი.
ეს არის უნდილაიძეების ოჯახი, ეს იყო უნდილაიძეების ოჯახი, გახსოვთ ისტორიული პიროვნებები, დაუთ ხანი, ალავერდი ხანი, იმამყული ხანი და იშტო, რომელთაც საბოლოოდ ქართველობა დაამტკიცეს და ამისთვის ნაწილი მათი დედაწულიანად ამოწყვიტეს კიდეც შაჰაბაძის დროიდან. ეს არის ოჯახი, რომელთაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ირანისათვის და დღესაც ისინი იქ ძალიან წელმაგრად არიან და როდესაც ისპაჰანში მათ ოჯახში მე გარკვეული ხანი სტუმრობდი, იქ დრო იყო, ამის საშუალება იყო და მათ ჯალაბობას, ასე თქვა, დიდი ძლიერი წელმაგარი ოჯახია, უზარმაზარი სახლები აქვთ და სხვადასხვა და იქ დაახლოებით 60, 50 ბავშვი იყო, რომელთაც მე დროის მეტი რამ მქონდა და ვასწავლედი საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ენას და სხვადასხვა. და 26 მაისს უახლოვდები მე და 26 მაისს მე სამწუხაროდ აქ არ ვიყავი. 26 მაისი თითოეულ ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მტკივნეულია და ამავე დროს საამაყოა. მტკივნეულია იმისთვის, რაც მოხდა, იმ სისხლის ნაკადებისთვის, რაც იყო რუსთაველზე, ხელისუფლებამ სისხლიანად რაც ჩაიდინა, საამაყოა, იმიტომ რომ ჩვენმა ძალამ და ჩვენმა ლიდერმა და ჩვენმა ადამიანებმა თითოეულმა თქვენთაგანმა თავისი სახე აჩვენეს ღირსეული, რითაც დაიწყო ის ოქტომბერი, რაც დაიწყო და იქ იმ საშინელებას, იმ ზეწოლას, იმ სისხლიან კალოებს ჩვენ უყურებდით და მე ამათ ინტერნეტში იყო ეს და მიწევდა ამის თარგმნას და მოთხრობას რა ხდება. და როდესაც ამას უყურებდა ჩვენი ოჯახის თავკაცი, სასულიერო პირია ის ადამიანი, ძალიან ცნობილი თეოლოგი და როდესაც ქალბატონი ნინო გადაუდგა ამ მანქურთებს, სისხლიან მანქურთებს და ამას ყველაფერს ხედავდა, როდესაც გამოცხადდა იქა, რომ მისი ოჯახის წევრები დაჭერულები არიან, მისი ვაჟი და სხვები, მან თქვა, სადაც სხვები, ჩემი ვაჟიც იქ. და იყო მთელი ხელი ამას ყველაფერს, როდესაც მე უთარგმნი და ამას ყველაფერს ხედავდნენ ეს ადამიანები, ეს კაცი ადგა სრემლის დიოდა, გაიშვირა ხელი და მათ უთხრა გიორგით მომართავდნენ. აი გიორგი, რასაც რამდენიმე წლის განმავლობაში გასწავლიდა და რასაც მე გიყვებოდითო, გასაჭირში როგორ შეიძლება დადგეს ქართველი ერი, ქართველი ქალი და საერთოდ ქართველი ერი, აი ეს ამის მაგალითია უასრემლებულმა თქვა. ის იყო ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული, ამაღლებული რამ და მე რომ არ მომეთხრა მაშინ და ეხლა არ მეთქვა ქალბატონ ნინოს თან დაკავშირები და საერთოდ არ შეიძლებოდა და მე მგონებ ეს უნდა მეთქვა მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონ ნინო ამისათვის და დიდი მადლობა. ჯუფასო მეგობრებო, დღეს უკვე ერთი კვირას და დასრულდება საქართველოში საარჩევნო კამპანია. მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ატარებენ საარჩევნო კამპანიას, რამის ოქროს კოშკებს პირდებიან მოსახლეობას, მაგრამ თითქმის არავინ არ ახსენებს ერთ უმთავრეს, რითაც ჩვენი კოალიცია ამაყობს და ვამაყობ ჩვენ, ეს არის ღირსება და ეს არის ღირსების გრძნობა. სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმ ენერგიას, რომლითაც ჩვენ მზათა ვართ, თქვენი და ჩვენ ერთნი ვართ, მხარდაჭერის შემთხვევაში და დარწმუნებული ვართ ამაში, მოვაწესრიგოთ ის, რაც დააშავა წლების მანძილზე ამ ძუნძლიანმა საერთაშორისო მაწანწალმა სააკაშვილის მეთაურობით ნაციონალურმა მოძრაობამ და რასაც არაკეთებს, ან ვერ აკეთებს, ან უფრო სწორედ არაკეთებს ქართული ოცნება და ხელისუფლება. ჩვენ ხელგვეწიფება გავაკეთოთ არჩევანი ცუდს, უარესსა და კარგს შორის და ჩვენ ვაკეთებთ რა თქმა უნდა ამ არჩევანს, როდესაც ვართ ერთად. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ხელმძღვანელობს იმ სამი პრინციპით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე რა თქმა უნდა მოვლენებს არ გაუწევს წინ და ჩვენი ლიდერი თავად გაგაცნობთ იმ ლიდერებს, უღირსეულეს ადამიანებს, რომლებიც თქვენი სახით იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენი კოალიცია ეყრდნობა იმ სამ პრინციპს, რაც არის უპირველეს ყოვლისა სრულყოფილება და პროფესიონალიზმი, უპირველეს ყოვლისა კეთილსინდისიერება და პატიოსნება და მესამე და უმთავრესი, ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი, ეს არის პატიოსნება და ოჯახიშვილობა. აი ეს სამი ერთობა არის იმისი, რასაც ეფუძნება ჩვენი სიძლიერე და ჩვენი კოალიცია და ჩვენი გაერთიანება. ძვირფასო მეგობრებო, მაქსიმალურად ვცდილობ შევკუმშო ჩემი
წინასწარ გამოსვლა და კიდევ 2 წუთს წაგართმევთ. როდესაც ვუყურებთ ბატონებო და ქალბატონებო, ამ გაუთავებელ კოჰაბიტაციას, ჩახლათვა, ჩაწნეხას, ქართული ოცნების, დღევანდელი ხელისუფლების და ნაციონალური მოძრაობის ამ გაუთავებელ წაჯეკ უკუჯეკობანას ჩვენ გვიჩნდება კითხვები, სრულიად ლეგიტიმური კითხვები და ვეკითხები დღევანდელ ხელისუფლებას, სად არის სამართლიანობის დამკვიდრება დედაქალაქში, მეორე დედაქალაქში და სრულიად საქართველოში. სად არის ის მილიარდები, რომლებიც მათ წაიღეს და რომელთა დაყრდნობითაც ისინი მზად არიან, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ზიანი მიაყენონ. სად არის დაბრუნებული წართმეული ქონება, სად არის მიღებული საარჩევნო კანონი და ის სიები, რომლითაც სამწუხაროდ ჩვენ ისევ გამოსწორებული სიები, რომლითაც ჩვენ ისევ სამწუხაროდ გვიწევს არჩევნების ჩატარება. სად არის ნორმალური დიპლომატია, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, სად არის კოჰაბიტაციის დასრულება, გახმაურებული მკვლელობები, საკადრო რეალური ცვლილებები, რატომ არიან სისხლიანი სისხლში ხელგასული პოლიციელები თუ პროკურორები თუ ამ არასწორი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები ისევ თანამდებობებზე, რატომ ირიგებენ ისინი ასეულ ათასობით თანხებს ჯიბეში, რატომ ბედავენ ამას ყველაფერს, მაგრამ არის ერთი კითხვა, რაც ალხანა, ის ჩალხანა, ისინი ერთნი არიან და ამდენად არ იქნება არაფერი, თუკი ჩვენ არ დავზარით გამარჯვების სახით ის, რასაც ხელისუფლებაში ჩვენი გუნდის, თქვენი და ჩვენი მისვლა ჰქვია. სწორედ იმიტომ, რომ არაფერი არ კეთდება, გაბედეს მათ და მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნისთვის არის დისკრიმინაციულ კანონად შეიძლება იქნას ჩათვლილი. სწორედ საოცარია, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ჩვენი სულიერი მამა და ლიდერი ილია შიოლაშვილი უწმინდეს უნეტარესი ამბობს, რომ ამას ქართველი ერი არ მიიღებს, ყველანი ერთხმად პარლამენტში აწერენ ხელს ამას. საოცარია, პირდაპირ საოცარი შეხმატკილებაა. 1-2 გაიპარა და არ მივიდა. როდის ამბობდა ამის შესახებ ჩვენი ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომ უნდა დასრულდეს კოჰაბიტაცია, უნდა გამოეცხადოს იმპიჩმენტი იმან, ვინც 20% დაკარგა მიწების, უნდა დაკეთდეს ბევრი სხვა რამ, არაფერი ეს არ გაკეთებულა. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ხელეწიფება შეასრულოს ის, რასაც დაგტირდებათ. კოალიცია ნინო ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიცია შეძლებს ამას, თუკი ჩვენი ერთობა იქნება და ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველანი ერთად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, შემოვხაზოთ ნომერი 3, ეს იქნება 3 ბიულეტენი, შემოვხაზოთ იმ ენერგიით, იმ გაქანებით, რაზეც დიდი სულხან საბა იტყოდა, სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანიო. აი ეს განწყობაა ჩვენთვის უმთავრესი. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სანამ ძალზედ საპატივცემულო პიროვნება ჩვენს მეგობარს გადავცემდეს სიტყვას ერთიც თქვა, რამდენიმე წლის წინ როდესაც საქართველოში სამცხე ჯავახეთში, მესხეთში აღიმართა წმინდა მეფეთა მეფე თამარის ძეგლი, როდესაც ვიდრე ის აღიმართებოდა, გვიდექით ერთი დილემის წინაშე, უნდა ჩამოისხას ბრინჯაოში, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და ეს უფრო იოლია, თუ იგი უნდა გამოიკვეთოს ლამაზად ქვაში, როგორც აკეთებდნენ ამას შუა საუკუნეებში და ჩვენ ვიცით რა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სიმბოლურია, რომ და იქ სადაც დავით აღმაშენებელია დაკრძალული და დასვენებული, იქვე არის ის კარიერი, საიდანაც იმერეთმა ჩვენ გვისახსოვრა თემურ შაშიაშვილის თამადობით ეკლარის ქვა, რომლიდანაც თეთრი ქვა 62 ტონიანი კლდის ჩამონათალი, რომლიდანაც გამოიძერწა წმინდა მეფეთა მეფე თამარის პირველი ძეგლი საქართველოში და ამისათვის დიდი მადლობა თქვენ. მე ასევე ბატონი თემური თქვი და ქალბატონი ნინო, როდესაც წარდგენას ჩაატარებს, თავად იტყვის ყველაფერს, მაგრამ მე ერთიც მინდა თქვა, როდესაც ჩვენ ემიგრანტები სხვადასხვა მხარეში დროის სიავის გამო ვიყავით გადახვეწილნი, თემური იყო ის ადამიანი, რომელიც არაერთხელ ჩამოდიოდა ჩვენთან სხვადასხვა ადგილებში,
მესა და ჩემს მეგობრებსაც გვამხნევებდა და ამისთვის თემო დიდი მადლობა. ვიფასო მეგობრებო, ეხლა ვთხოვოთ სიტყვა ჩვენი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ ჯონდი ბაღათურიას. მოგესალმებით ბატონებო, ქალბატონებო, დიდი მადლობა ყველას უბრძანებისთვის. სხვაგვარად არც ველოდი ქუთაისში და მინდა თქვა, რომ დღეს ჩვენ შემოყურებს მთელი საქართველო. იმდენად მძიმე მდგომარეობა არის შექმნილი ქვეყანაში, რომ ამ მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა სხვა რეალურ ძალას არ შეუძლია. დღეს ძალიან სამწუხაროა ეს, მაგრამ მე პირდაპირ მინდა ვთქვა, ქვეყანაში არ არსებობს ძალა, გარდა კოალიცია ურჯანაძე ერთიანი ოპოზიციისა, რომელიც შეძლებს დაძლიოს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი. და კრიზისი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, რომელიც გამოიხატება სრულ ეკონომიკურ სტაგნაციაში. ქვეყანა არის სოციალური კოლაფსის წინაშე და მე ამაზე ძალიან მოკლედ შემდგომში მოგახსენებ. არამედ გარდა ამისა, ქვეყნის გარეთ არის ძალიან გაზრდილი საფრთხე. რეალურად ჩვენ ვართ ომის ზღვარზე. და ომი შეიძლება მოგვიწვიოს არა რომელიმე პატარა ან საშუალო მასშტაბის და შესაძლებლობების სახელმწიფოსთან, არამედ ერთ-ერთ სუპერ სახელმწიფოსთან, როგორიც არის რუსეთი. და ამ ომის საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის. სრულიად უპასუხისმგებლო და ბოდიში, მაგრამ უჭკუო განცხადებები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომელთა ამოცანა არის მხოლოდ მილაკუცება, როგორც ფინია ძაღლს უყვარს მილაკუცება გარეთ უფროსობასთან. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბოლო თითქმის 30 წელია, 25 წელია ქვეყანას პატრონი არ ყავს. ქვეყანა იმართება გარედან, შევარდნაძეს იყო მარიონეტი, მინდა გითხრა და იმართებოდა გარედან და ის უფრო მეტ ნიშნულობას, მეტ პატივს სცემდა რომელიმე ამერიკელი სენატორის პოზიციას და განცხადებას, ვიდრე თავისი ხალხის და ერის და სამშობლოს ინტერესებს. სააკაშვილიც იყო გარედან მართული მარიონეტი და მასხარა და ივანიშვილიც არის გარედან მართული და დამოკიდებული იმ თავის უზარმაზარ ქონებაზე, რომელიც მან შეიძინა. აი სახარებაში არის ნათქვამი, რომ დიდარს ძალიან გაუჭირდება სასופელში შესვლა და ისევე გაუჭირდება, როგორც აქლემს ნემსის ყუთში გაძრომავდა. რატომ? იმიტომ რომ დიდარს ამძიმეს მისი დიდი ქონება, ეს ყველა დიდარს არ ეხება. იობი იყო სოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, მაგრამ ის იყო ასევე უდიდესი გამცემი და მოყვარული ღმერთის და თავისი ხალხის. სამწუხაროდ ივანიშვილმა ამხელა შინაგანი ენერგია, შინაგანი ძალა ვერ იქონია და მან რეალურად უღალატა სახელმწიფო ინტერესებს, როდესაც შეკრიბა პარლამენტი და პარლამენტის უმრავლესობა და პრაქტიკულად აიძულა პარლამენტი მხარი დაეჭირათ ისეთი კანონპროექტისთვის, რომელიც რეალურად იყო ქვეყნის და ღმერთის ღალატი. მე გულისხმობ, ხვდებით ალბათ ყველანი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამ კანონზე დიდი ჭუბი იყო და მე მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რას ნიშნავს ეს. კანონის პირველმა მუხლმა დაადგინა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არის ნორმა, რომ ეს არის ნორმალური. და აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს მისცა უფლება შევიდნენ და იმუშაონ აღზრდილებად სამუშაო ბაღებში, სკოლებში, არმიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და პენიტენციარულ სისტემაში. ეხლა აქ შემოსვლის წინ ლაპარაკობდით, რომ მას შემდეგ რაც ხალხმა ცოცხების კადრები ნახა, რა, უკვე ღირსების საკითხი დადგა, რომ ადამიანი ადრე შეიძლება რომ იმეს რამე ეშლებოდა. ადამიანი ვინც დღეს ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს, ის მხარს უჭერს იმ ცოცხების კადრებს. მაგრამ არც ნაკლები ამათ არ უქმნიათ. ამათმა გამოაცხადეს, რომ ეს ცოცხები, ის კადრები რაც ნახეთ, ეს ყველაფერი ნორმა არის და სხვა არაფერი. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ გადაუჭარბებლად დღეს ამ ქვეყანაში რაიმე შეიცვლება და ამას ჩვენგან მოელის არა მარტო აწყო და ჩვენი მთელი ერი, არამედ ამას მოელის წარსული და ამას მოელის ჩვენგან მომავალი საქართველო. და ჩვენ ახლა შემოვწკერის არა მარტო აწყო, არამედ წარსულიც და მომავალიც. სწორედ ამ განცდით, ამ პასუხისმგებლობით განცდით შედგა კოალიცია ნინო გურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია.
რა თქმა უნდა ნინო ბურჯანაძის ლიდერობით. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ არ გვივაჭრია და არ გვილაპარაკია, მოლაპარაკები არ გვიწარმოებია kvotებზე, რაღაც პარტიულ ინტერესებზე, რომელმაც რეალურად დაამხო და დააქცია და დააკუცმასა ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ მე მინდა ამისთვის მადლობა პირველ რიგში კოალიციის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს გადაუხადო და მინდა გითხრათ. დღეს სახელმწიფოს გადარჩენა არ იმაში სახელმწიფოს ჭირდება ძლიერი ლიდერი. ქვეყნის მართვა სამი აუცილებელი პირობა ჭირდება. ერთი რომ უნდა იყო პატრიოტი. შენი ერი, შენი სამშობლო უნდა გიყვარდეს. და ერის სიყვარული ნიშნავს ერთი ცალკე ადამიანი უნდა გიყვარდეს. იმიტომ რომ თუ ერთი ადამიანი არ გიყვარს, თუ არ გტკივა, თუ მას არ გულშემატკივრობ, მაშინ შენ ერი არ გიყვარებ, იმიტომ რომ ეს ერი ამ თითოეული ადამიანებისგან შედგება. ამიტომ თითოეული არ ყოფი ჩვენი რეალურად თქვენ ხართ თანამებრძოლი მდენი ნაცნობის სახია წლების განმავლობაში ერთად ვებრძოდით ძალაუფლებას და უსამართლობას. ამიტომ თუ ეს ერთი ადამიანი არ იყოს სიცრუეა, როცა შენ ამბობ რომ სამშობლო გიყვარს. მეორე, გარდა სიყვარულისა, აუცილებელი არის ცოდნა, გამოცდილება ერის და სახელმწიფოს მართვის. და მესამე, რაც ასევე აუცილებელია და ამ ორი პირობით მხოლოდ ვერ მართავს, არის გაბედულება, ვაჟკაცობა, შინაგანი გადაწყვეტილების მიღების უნარი და თავისუფალი ნება. და სწორედ ასეთი ლიდერი არის ნინო ბურჯანაძე. ნინო ბურჯანაძე შეუძლია ისე აგვარიდოს რუსეთთან ომი და ჩვენს გუნდს მთლიანად, რომ არ გამოვიჯახუნოთ დასავლეთის კარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ უნდა გამოვიჯახუნოთ ევროპის და შეერთებული შტატების კარი. ჩვენ მათთან ჭირდება, ჩვენ ჭირდება ქვეყნის მოდერნიზაცია, ჩვენ ჭირდება ევროპული ინსტიტუტები, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია, თავისუფალი ეკონომიკა და ბიზნესი და განვითარება. მაგრამ ცხოვრების წესი ჩვენ ჭირდება მართლმადიდებლური. ისე როგორც საუკუნეები ცხოვრობდით. და არავის ჭკუისწავლება ჩვენ არ გვჭირდება. მე მესმის ევროპელების იქ საუკუნეების განმავლობაში ენტო სამარცხვინო ინკვიზიციის ცეცხლი და ადამიანებს განსხვავებული აზრების გამო წვავდნენ. ასეთი რამ მართლმადიდებულ სამყაროში არ მომხდარა. იქ სამარცხვინო საუკუნეების განმავლობაში ძარცველულ ჯვაროსნულობებს აწარმოებდნენ. აქ ასეთი რამ საქართველოში არ ყოფილა. და დაპყრობილ ქვეყნებშიც კი დავით მეფე როცა შედიოდა, იქ ძალიან ლოიალურად ეპყრობოდა დაპყრობილ ხალხს. არავის არ აწამებდა, არავის ქართული ჯარი და არმია არ ძარცვავდა. ამიტომ ჩვენ ეს გამოცდილება, ჩვენი ტრადიციები გვაქვს. ჩვენ თუ ვინმეს ჭირდება ჩვენთან ურთიერთობა, კეთილინებოს და ისეთ ქართველებთან ურთიერთობას, როგორებიც ვართ, ძარღვიანები, ვაჟკაცები და გონიერები, ჩვენი ტრადიციებით და არა ცისფერი დროშების ფრიალით და არა ცისფერი დროშების ახდენებით. და ბოლოს სანამ დავასრულებ, აუცილებლად მინდა შევეხო უნამუსო სოციალურ პოლიტიკას. უბრალოდ უნამუსობას მაპატიეთ ესეთი აგრესიულობისთვის, მაგრამ 5 მილიონიდან 1 მილიონი რაც რეგისტრირებულია, შეიძლება ეს მეტი იყოს ციფრი, იმიტომ რომ ბევრი არალეგალურად არის გასული, ქვეყნიდან გასულია. დარჩენილი 4 მილიონიდან 2 მილიონი 100,000 ადამიანი სიღატაკის ღვაწ მიღმა. 2 კვირის წინ ჩემმა ექსპერტებმა დაასრულეს მუშაობა, სწავლობდნენ ფასებს ჩემი დავალებით სამხმარებლო ბაზარზე და სააფთიაქო ქსელში. და საარსებო მინიმუმი 100,000 ლარი შეადგენდა. დღეს 722,000 ასაკის პენსიონერს პენსია აქვს 150 ლარი. ანუ საარსებო მინიმუმის ნახევარი. კიდევ 240,000 ადამიანს მარჩენალ დაკარგულებს ჯგუფის ინვალიდებს პენსია აქვს 100 ლარი, ესე იგი მესამედი. 850,000 სოციალურად დაუცველის შემწეობა არის 60 ლარი. და კიდევ 600,000 ადამიანი ითხოვდა შემწეობას და უარი უთხრეს. შარი მოსდეს რომ ძველი მაცივარი აქვს მისკის ან რაღაც ფარდაგიკიდია სახში და რეალურად ფული დაიზოგეს, იმიტომ რომ ახალი ჯიპები ეყიდათ და ბიუჯეტის, ანუ ხალხის ხარჯზე დრო ეტარებიათ. აი როგორც პარაზიტი სისხლს წოვს ცოცხალ ორგანებს, აი ესე პარაზიტებად აწყდა სააკაშვილის და დღევანდელი ხელისუფლებაც ცოცხალ ორგანიზმს საქართველოს. სწორედ ამიტომ არის გაღატაკებული ქვეყანა, სწორედ ამიტომ არის უმძიმესი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს რეალისტური პროგრამა. ჩვენ მოახერხებდა პროგრამაში შევიტანეთ ისეთი პროექტები, როგორც არის პენსიის განზრესვა, არის ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის. მაგრამ ყველა კატეგორიის პენსიონერს 15 აგვისტოდან და ყველა კატეგორიის სოციალურად დაუცველს დაემატება 25 ლარი ყოველთვიურად. და ეს არ შეიძლება სანამ ჩვენ ვიქნებით ამ ქალაქის თბილისის თუ სხვა ქალაქების ხელისუფლებაში. ჩვენ სრული 100%-ით დავაფინანსებთ ჯანდაცვას, ეს მხოლოდ 70%-ით ფინანსდება.
ჩვენ მოაწესრიგებთ ტრანსპორტით სოციალურად დაუცველებმა, პენსიონერებმა, ბავშვებმა და ახალგაზრდებმა კონდეს საშუალება, ვისაც რა თქმა უნდა ფული არ აქვს, უფასოდ იმგზავრონ. ჩვენ მოაწესრიგებთ საქართველოს და ისეთ ღირსებას მივჩევთ ჩვენ სახელმწიფოს, როგორი ღირსეული ხალხიც საუკუნეები და ათასწლეულები არ ცხოვრობს. არავის ჭკუის ყველას ჭკუის სწავლების გარეშე, ყველას გამოცდილებას გამოვიყენებთ. ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის მოდერნიზაციას, მაგრამ ვიცხოვრებთ ქართულად და არა ფრანგულად, ამერიკულად, რუსულად თუ ჩინურად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. სამი ბიულეტენი იქნება ყველა ქალაქში თუ რაიონში. პირველი იქნება მე ქალბატონ ნინოს პრეროგატივაში შევჩერებ უბრალოდ ჩემი მეგობარია, ჩემი თანამებრძოლია, ვაჟკაცესი კაცია თემურ შაშიაშვილი და არ შემეძლო უბრალოდ აქ რო დღეს არ ჩამოსულიყავი და ეს სიტყვები ამეთქვა, ამიტომ ყველგან უნდა შემოიძღაზოს სამი ნომერი, სადაც უჭერენ ხარს ჩვენი მერობისგან განგებლობის კანდიდატებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა, პრაქტიკულად გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის სიის შემოხაზვას, ასევე სამი ნომერი და რა თქმა უნდა ასევე მაჟორიტარები, რომლებიც თქვენ სამსახურში უნდა იყოს. ამ ხალხის ფუნქცია ხელფას იმაში იღებენ, რომ ესენი უნდა იყოს რეალურად ლიდერები გამოძახები ნებისმიერ სოფელში, ნებისმიერ უბანზე, როცა მას ურეკავ, ჯერ ყველა უნდა იცოდეს მისი მობილური, ღამე მისი მობილური არ უნდა ითიშებოდეს და დილი და საღამომდე თქვენთან ერთად უნდა შრომობდეს და მოღვაწეობდეს ყველა მაჟორიტარი. თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი ქვეყნის პატრონი და თქვენ დღეს ამის შანსი გაქვთ. რასაც დათესავთ ამ არჩევნებზე, იმას მოიმკით და ჩვენ გვჭირდება მანდატი, თქვენი მანდატი. იმისთვის რომ მოაწესრიგოთ ქვეყანა. მადლობა. უფასო მეგობრებო, სიტყვას თხოვთ ჩვენი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ახვლედიანს. მოგესალმებით. ჩემო ძვირფასო ქუთაისელებო და ჩემო იმერლებო. მე ყველაზე მეტად მიოლდება და ყველაზე მეტად მიყვარს ამ ქალაქში ყოფნაც და საუბარიც და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ ყველაზე კარგად ესმით, ჩემი და ყველაზე კარგად მესმის მე ადამიანების. ეს ბევრი რამით არის განპირობებული და განსაზღვრული, ჩემი ცხოვრებით და ჩემი კავშირით ქუთაისთან და ჩემი ძალიან დიდი სიღრმისეული დამოკიდებულებით და ჩემი აღზრდით, რომელშიც 90% ამ ქალაქს მიუძღვის უზარმაზარი წველი. და ყოველთვის რაღაცნაირად თავისუფლად დავარ ხოლმე ქუთაისში, იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ კედლებიც მეხმარებიან და თქვენი განწყობას და თქვენი მზერას და თქვენი შეგრძნებას და თქვენი ხედვაც. ყოველთვის ეს ჩემს ზურგს ამაგრებს ხოლმე და ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე. მაგრამ ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ არა და არ მეძლევა საშუალება, აგერ უკვე ამდენი წელიწადია, რომ რაღაცა სასიამოვნოზე, მშვიდობიანზე, სასურველზე, სასიკეთოზე, ქვეყნის ბედნიერებაზე, მის წარმატებაზე, მის უკეთესად განვითარების რაღაცა რეალობაზე გესაუბროთ ხოლმე და სულ ძირითადად მიწევს მაინც საუბარი იმაზე, რომ ძალიან მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, მიუხედავად დიდი აღტყინებისა ჩვენი საზოგადოებისა სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ, მაინც ვართ ისევ იმედგაცრუებულები. მაინც ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც კვლავ ხედავთ, რომ ყველაფერი ისევ თავიდან მოსაწესრიგებელია. კვლავ ხედავთ, რომ ყველაფერი გამოსასწორებელია. კვლავ ხედავთ, რომ ისევ მოგვატყუეს. კვლავ ხედავთ, რომ არაფერი სწორი მიმართულებით არ შეიცვალა. კვლავ ხედავთ ამ ხელა მოლოდინების მიუხედავად, რომ ისევ ადამიანებმა გამოიყენეს ჩვენი ნდობა, ისევ გამოიყენეს ჩვენი უზარმაზარი ემოციური აღტყინება, კეთილი და ყველაფერი ეს შემოაბრუნეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების საციკეთოდ. და ყველაფერი ისევ და ისევ ადამიანების ინტერესების საწინააღმდეგო წარიმართა. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე სანახავია და ძალიან მძიმე სალაპარაკოც არის, მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა. რეალობა, რომელიც ისევ და ისევ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ძალისხმევით უნდა შევცვალოთ. არავინ არ მოვა და მე ბევრჯერ აი ამ სცენიდან მილაპარაკია თქვენთან ერთად იმაზე, რომ არავინ არ მოვა და არავინ არ გამოასწორებს ისევ და ისევ ჩვენი ცხოვრების თითოეულ რეალობას. არავინ არ მოაგვარებს ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, მთაში, ბარში თუ ზოგადად ერთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ჩვენს მაგივრად. ჩვენს მაგივრად როგორ? ჩვენ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები? 4 წელიწადში ერთხელ, ხან ადგილობრივი არჩევნებისთვის, ხან საპარლამენტო არჩევნების დროს, ხან საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სწორედ ჩვენ თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს გვეძლევა უფლება ვიყოთ ხელისუფლების წყარო კონკრეტული ადამიანებისათვის.
ვიყოთ ის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში ნების გამომხატველები, რომლებიც ანიჭებენ უფლებას ამა თუ იმ ადამიანს, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, აიღოს სახელმწიფო ბერკეტი და შემდეგ გაამართლოს ის იმედები, რომელთაც თქვენ მათ მიანიჭებთ ამ ბერკეტს. და ეს ყველაფერი ეტყვირაში განსახორციელებელია. ეტყვირაში დგება ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ასევე თითოეული ჩვენგანის მიერ მისანიჭებელი სახელმწიფო მანდატის რეალობაში გვაქვს წარმოდგენილი. მე ბევრჯერ ვისაუბრია იმაზე, რომ როდესაც ადამიანი არ მივა არჩევნებზე და არ გააკეთებს თავის არჩევანს, მას შემდეგ 4 წლის განმავლობაში არა აქვს, თავისთავთან არა აქვს მორალური უფლება კონკრეტულად მოითხოვოს, რომ რაღაცა არ მოსწონს ქვეყანაში და მისი შეცვლა. აი, როდესაც გავაკეთებთ ამ არჩევანს და არ დაგვეზარება არავითარი мотивაციით, არავითარი მიზეზით, არც უამინდობით, არც ამინდიანობით, მისვლა და არჩევნებზე ჩვენი არჩევანის გაკეთება, მე გვაქვს უფლება მოვითხოვოთ 4 წლის განმავლობაში აი ამ გაცემული ხმის სანაცვლოდ შესასრულებელი დაპირებების, ასე ვთქვათ, პირობა დავაყენოთ და მოვთხოვოთ იმათ, ვისაც ხმა მივეცთ. ეხლა წარმოვიდგინეთ, მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი წინახევრის წინ და ალბათ ვერც თქვენ და ალბათ ვერც ერთი ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი, რომ ადამიანებს ესეთი იმედგაცრუება დაეუფლებოდა და ასე მალე მოხდებოდა ყველაზე დიდი ტრამვა ადამიანებთან მიმართებაში მიყენებული ხელისუფლებიდან, როდესაც უცებ დავინახავდით, რომ ისეთ ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში იმ გაცხადებული დაპირებებით, რომ მოახმარენ თელს ქვეყანას, თელს ბიუჯეტს, მოახმარენ თელ ამ ქვეყანაში არსებულ დოვლას, თითოეულ მის მოქალაქეს, უცებ ეს ადამიანები არ აკეთებენ არაფერს პრაქტიკულად წელიწად ნახევრის განმავლობაში გარდა იმისა, რომ ინიშნავენ 100,000-ობით პრემიებს და პარლამენტის და სადაც ადგილობრივი არჩევნების ერთი კვირით ადრე იღებენ კანონს, როგორ უნდა ემსახურებოდეს მთელი ცხოვრება დაცვა პრემიერ-მინისტრს და მის ოჯახს. ხო არაადეკვატურია, ვინ იფიქრებდა, რომ 2 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ მოგვარდებოდა სოციალური, ეკონომიკური, ადამიანის უფლებების დაცვითი, რო აღარ მოგვისმენდნენ, ელემენტარულად სამუშაო ადგილები რო ცოტა მეტი გაჩნდებოდა, ელემენტარულად რო ადამიანები სამართლიანობის მიმართულებით ნამდვილად იგრძნობდნენ მდგომარეობის გამოსწორებას, რომ ის ადამიანები, ვინც ციხეში პებოდნენ, სრულიად დაუმსახურებლად 250,000 ადამიანი, რომელიც პირობითი საშიში დადიოდა, იმას ვინ იფიქრებდა, რომ ამ ადამიანების საქმეებს არც გამოიძიებდნენ და ამ ადამიანებს ელემენტარულად აღარ მიაქცევდნენ ყურადღებას. ვინ იფიქრებდა იმას, რომ ამ მილიარდობით წართმეული ქონებიდან მხოლოდ ერთი ბიძინა ივანიშვილის ქონებას დავაბრუნებდით თურმე თავის ადგილას და დანარჩენი თურმე მნიშვნელობას დაკარგავდა. თურმე აღმოჩნდებოდა, რომ იცით რა, როგორ გეკადრებათ, გვეთყოდა თურმე ის ადამიანი, რომელიც ამხელა უზარმაზარი ნდობით მოვიდა ქვეყნის სათავეში, რომ უკაცრავად, მაგრამ სად არის იმდენი ფული თურმე ქვეყანაში, რომ დაგიბრუნოთ ეხლა ის წართმეული ქონებები, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში სალაპარაკო თემა იყო. ჩემი 80-90 მილიონი რო დავიბრუნე, ამისთვის დიდი მადლობაო გამოგვიცხადა. დაიხურა ქუდი და წავიდა პოლიტიკიდან საერთოდ, თან გითხრა, რომ რაც დაგპირდიდო, ორი იმდენი ხო შეგისრულეთო. რაღა გინდათ, საერთოდ არაფერი აღარ მკითხოთ მეო. ანუ არათუ ის დანაპირები, რომელიც დაგპირდა შეასრულა. გითხრა კიდევაც რომ ორჯერ მეტი მაქვს შესრულებულიო. ანუ ქართველმა ერმა დაინახა, რომ ეს კაცი პირდაპირ ღიად გვეუბნება, რომ კარგად იყავით, მოგატყუეთ, ჩემი პრობლემები მოვაგვარე, ეხლა მიხედეთ, აგერ დაგიტოვეთ საბავშვო ბაღი და ეს საბავშვო ბაღი მართავს ქვეყანას. საბავშვო ბაღი იმიტომ, რომ ჩემი დავალებებითაც უნდა მართო ქვეყანა ხშირად და შიგ. ყავდა დანაშაულებრივი სისტემა ხელისუფლების და მივიღეთ დილეტანტების სისტემა ხელისუფლებაში. ყავდა დანაშაულებრივი მართლობა მთავრობაში, რომელმაც უფსკულთან მიიყვანა ქვეყანა ყველა იმ უბედურებით, რაც გამოვიარეთ ამ ბოლო წლებში და ეხლა ყავს დილეტანტების, არაპროფესიონალების ქვეყანა, ხელისუფლება, რომელიც ყველანაირად ცდილობს ჩავარდეს ამ უფსკულში. და ერთი ნაბიჯია უკვე იმ უფსკულამდე დარჩენილი, იმიტომ რომ პრაქტიკულად გავჩერდით. პრაქტიკულად უძრაობის სისტემაში აღმოჩნდით. პრაქტიკულად წარმოვიდგინეთ, ვართ ქვეყანა, რომელიც ვხედავთ ყველანი ერთად დიდ მატარებლის ვაგონში და გარედან გვაყალყალებენ და ქმნიან იმის შტაბ-ბეჭდილებას, რომ თითქოს მოძრაობ და მივდივარ წინ. იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად გვეუბნება, რომ ქვეყანაში თურმე ეკონომიკა ყვავის, თურმე წინ მივდივართ, ინვესტიციები აღარ ვიცით, სად წავიღოთ, იმდენი შემოდის ქვეყანაში, სოციალური მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ წინ მიდის, ყველა დაპირება შევასრულეთ. უბრალოდ ჩვენ გავიხედავთ, გამოვიხედავთ ქართველიერი, მიმოვიხედავთ უბრალოდ ჩვენს გარშემო და ყველანი ხვდებით, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ უარესი მდგომარეობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის რეალობა, რომელსაც კიდევ ერთხელ მეორდები,
ვერავინ ვერ წარმოიდგინდა წინახევრის წინ და ვერავინ ვერ იფიქრა რომ ასე სწრაფად დაბამხობდნენ ყველა იმედებს. იმედგაცრუებულიერი ყველაზე დიდი საშიშროება არის. იმედგაცრუებული ხალხი და ხელჩამოშებული ხალხი ყველაზე საშიშროებაა, იმიტომ რომ ის უკვე საერთოდ იმედს კარგავს და აღარც არჩევნებზე აღარ მედის, აღარც თავის პროტესტს აღარ აფიქსირებს და ეს ყველაზე დიდი დანაშაულებების წინაპირობა ხდება ნებისმიერი კარგი ხელისუფლებისთვისაც კი, არა თუ იმ დილეტანტური არაპროფესიონალიზმის ბუმისთვის, რაც დღეს ჩვენ ხელისუფლებაში გვაქვს. ამიტომაც ჩემო მეგობრებო, დღეს დგას საეტაპო მნიშვნელობის არჩევნების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. შეიძლება მითხრათ რომ ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელიც წყვეტს ზოგად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თუნდაც საკანონმდებლო ბაზას. და ეს არ არის ის არჩევნები, რომლითაც შესაძლებელია შეიცვალოს მთავრობა და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ვთვლით ნინო მურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის უზარმაზარი გუნდის და კოალიციის წევრები. და უყურებთ ადგილობრივ არჩევნებს 2014 წლის 15 ივნის ჩასატარებელს, რომ ეს არის პირველი ტური ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის. აქ მიღწეული შედეგის შემთხვევაში მე თქვენ ვპირდებით, რომ 2014 წლის ბოლოს იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. და 2015 წლის დასაწყისიდან ქართველი ერი და თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქე, მრავალეთნიკური ქართველი ერი ვეღარ იცნობს ქართულ პოლიტიკას. აღარ იქნება საუბარი აღარც დილეტანტიზმზე და აღარც დანაშაულებრიობაზე. იქნება საუბარი სამართლიანობის აღდგენაზე, შეიძლება ის ბევრისათვის მიუღებელი და საშიში იყოს, მაგრამ ვისთვისაც ეს საშიშია, ეს იგი დამნაშავეა. იქნება საუბარი სამართლიანობის აღდგენაზე, იქნება თითოეული ჩვენი ქალაქების, თითოეული ჩვენი მუნიციპალიტეტების, სოფლების, მთის, ბარის მოწესრიგებაზე საუბარი, იქნება საუბარი თითოეული ადამიანის ცხოვრების კეთილდღეობის გაზრდაზე და იქნება საუბარი იმ დაგროვილი პრობლემების მოგვარებაზე ეტაპობრივად, რომელზეც ჩვენ მხოლოდ ჩვენ რეალურად საუბრობთ ჩვენს პროგრამაში. საუბრობთ იმაზე, რომ დროა ეს პროცესი დავიწყოთ. საუბარია პროგრამაში იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ბევრმა ჩვენი პროგრამიდან კი გადაწერა, მაგრამ რა წერია მაინც ვერ ხვდებიან. შესაბამისად, მოსაწესრიგებელ ქალაქებზე, მოსაწესრიგებელ სოფელზე, სოფლის მეურნეობაზე, ინფრასტრუქტურაზე და უამრავ ყველა საკითხზე. თუ არ დავიწყეთ ეს აი ამ არჩევნებით, მერწმუნეთ კიდევ ბევრი წელიწადი იმედგაცრუებით მოგვიწევს ცხოვრება. ამიტომაც უნდა გავიგოთ ყველამ ერთად. დღეს ვართ ჩვენ ძალიან პრინციპული წითელი ხაზის წინაშე. ჩვენ ვდგევართ იქ, საიდანაც უკან ნაბიჯის გადადგმა აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენს უკან უკვე შიშველი საქართველოს ინტერესები დგას და უკან დასახევი აღარ აქვს. ძალიან დიდი მადლობა. სიტყვასო მეგობრებო, მე მომიბოძეთ სიტყვა თხოვო ადამიანს, რომელიც თავისი ცხოვრების წესი, ყოფით, ქმედებით ყოველთვის ქართული ინტერესების და სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე იდგა. ეროვნული მოძრაობის გმირი ბატონი ირაკლი ბათიაშვილი. მოგესალმებით, ძვირფასო ქუთაისელებო, მე მინდა ვიყო ძალიან მოკლე ჩემ გამოსვლაში. უპირველეს ყოვლისა ვიტყვი შემდეგს. გავაგრძელებ მოკლედ იმას, რასაც ლაპარაკობდნენ ჩემი წინამორბედები ძალიან კარგად. დიახ, ჩვენი ხალხი დღეს არის ძალიან სასოწარკვეთილი, ჩვენი ხალხი არის ძალიან იმედგაცრუებული, სამწუხაროდ. ჩვენ ამას ყველა აღნიშნავთ, სიხარულით კი არა და ნიშნის მოგებით კი არა, ამას აღნიშნავთ დიდი გულის ტკივილით. აი დიდი იმედების მერე, რომელიც მოგვცა ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერმა, რომელმაც ერთი რამე რა თქმა უნდა კარგი მოიტანა, რომ ჩვენ გამთავისუფლდით იმ პათოლოგიური რეჟიმისგან. მაგრამ ამ 1 ოქტომბერმა ჩვენ მოგვცა დიდი იმედები, დიდი ოცნებები და სამწუხაროდ ეს იმედები და ოცნებები სულ რაღაც ერთ წელიწადში, წელიწად ახლა და მეორე წელი გრძელდება დაიმსხვრა. ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება დაიმსხვრა და ჩვენ აღმოჩნდით ცისარიელის წინაშე. და მე მგონი ხა თითოეული ჩვენთაგანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს ეხლა როგორც არასდროს ჭირდება დიდი ცვლილებები. აი თავის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჭირდება ძალიან დიდი ცვლილებები. დიახ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველაფერი ხელახლა თავიდან და ეს დაწყება უნდა მოხდეს არჩევნების გზით. აი ასეთ ამ თვალსაზრისით ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 15 ივნის აი კარს მოგვადგა, ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. აი კარგად თქვა, ჯერ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები,
რომ ადგილზე რაც შეიძლება ჩვენ ქალაქებს, ჩვენ რაიონებს ყველგან ყავდეს ის ადამიანები, ის გამგებლები, ის დეპუტატები, რომლებიც თქვენ ინტერესებს გაატარებენ. რაც შეიძლება მეტი ღირსეული კანდიდატი იყოს, მეტი ღირსეული დეპუტატი იყოს, მეტი ღირსეული მერი იყოს, მეტი ღირსეული გამგებელი იყოს. აი ესეთებია ჩვენი კანდიდატები და აი თქვენ ძალიან მალე წარმოგიდგენენ ახლა სწორედ აი ძალზე ღირსეულ ადამიანებს და თქვენთვის კარგად მთელ საქართველოში ცნობილ განსაკუთრებით ერთ ადამიანს, რომელიც მართლაც და მე მგონი ყველა ქუთაისელისთვის საამაყოა. და სწორედ ვაცნობიერებთ რა რომ საჭიროა ეხლა როგორც არასდროს დიდი ცვლილება, როდესაც ჩვენ ვდგავართ უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე. იცით რაც ხდება ჩვენ ირგვლივ, აი ძალიან ახლო საქართველოსგან. ეხლა რაც ხდება იგივე უკრაინაში, რომელიც პოლიგონადაა ბრძოლის დასავლეთის და რუსეთის გადაქცეული. ყველაფერი აი ესე ცოცხალად მოდის აკეთკენ. როდესაც უდიდესი მატერიალური გაჭირვება, საერთოდ გახსოვთ ესეთი გაჭირვება საქართველოში ეხლა როგორც არის. უმძიმესი მდგომარეობა თბილისში, მე არ ვიცი შეიძლება ქუთაისში კარგადაა საქმე, მე ვიცი. მაგრამ ვიცი რომ ყველგან ძალიან მძიმე სიტუაციაა, უმძიმესი სიტუაციაა. და ჩვენ ვართ აი მოჭადროებულ წრეში და ჩვენ გვჭირდება დიდი ცვლილება. და ამ დიდ ცვლილებას სჭირდება რა? საქართველოს სჭირდება უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება ახალი ხელისუფლება, ახალი ხალხი, როგორც კარგად ითქვა, რომლებიც იქნებიან თავის ქვეყნის პატრიოტები, რომლებიც იქნებიან პატიოსნები და რომლებიც იქნებიან, რა თქმა უნდა, კვალიფიციური და მცოდნე ხალხი. და საქართველოს სჭირდება ლიდერი, ჭეშმარიტი ლიდერი, გაბედული, ძლიერი პოლიტიკოსი, პროფესიონალი პოლიტიკოსი, მაღალი კლასის პოლიტიკოსი და ნამდვილად ქართული ფასეულობების მატარებელი პოლიტიკოსი, აი ესეთი ქალბატონ ნინო გურჯაძე, მე მას გადავწერ სიტყვას. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ძვირფასო თანაქალაქელებო, მოგესალმებით იმერეთო და იმერელებო. აქ გიორგი თქვა რომ კედლებიც კი მეხმარება ხოლმე ქუთაისში როცა გამოვდივარო. მეც მეხმარება კედლებიც, ის ადამიანებიც რომლებიც აქ არიან და აქ ბრძანდებით, მაგრამ ამის და მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან არაერთის გამოვსულ ვარ ამ სცენაზე ან სხვა სცენებზე ქუთაისში. ამის და მიუხედავად ყოველთვის ძალიან ვღელავ და ეს სრულიად ბუნებრივი და სრულიად გასაგებია, იმიტომ რომ თქვენს წინაშე მაქვს ნამდვილად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ნამდვილად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ნამდვილად განსაკუთრებული გრძნობა და სენტიმენტები და სულაც არ მომერიდება ამის თქმა. ეხლა გზაში როცა მოვდიოდი, ძალიან ბევრი რამე გამახსენდა, ძალიან ბევრ რამეს ვფიქრობდი. და გამახსენდა მათ შორის ერთი პრინციპში სამწუხარო ფაქტი და სამწუხარო მოვლენა, როდესაც 2004 წლის დეკემბერში ბიუჯეტი მტკიცდებოდა, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი და ქუთაისის მაჟორიტარი ვიყავი მაშინ, ვიბრძოდი რომ გამოყოფილიყო გარკვეული თანხა. ეს იყო 5 მილიონი, რომელიც მაშინ იმ დროინდელ ბიუჯეტში იყო ძალიან დიდი თანხა. მაგრამ რომელიც იყო გაწერილი რომ ქუთაის მოეგვარებია ის პრობლემა რაც იყო დაკავშირებული იგივე წყალგაყვანილობასთან, იმიტომ რომ გახსოვთ რომ კვირების განმავლობაში წყალი არ მოდიოდა. პრობლემები რომელიც თითოეულ ქუთაისელს აწუხებდა. და მე მახსოვს სამწუხაროდ მაშინდელი დამოკიდებულება სააკაშვილის და იგივე ბატონი ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელების და გუნდის, როდესაც შუა პლენარულ სხდომაზე უცებ გავიგე რომ ამ 5 მილიონს ქუთაის აღარ აძლევენ. ამან გამოიწვია ჩემი ძალიან დიდი აღშფოთება და ძალიან ცხარე შეკამათება მომივიდა მე როგორც პრეზიდენტთან, ასევე მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან და პრაქტიკულად ხა ეს თავისთავად უსიამოვნო არის, მაგრამ კიდევ უფრო უსიამოვნოა, იმიტომ რომ ეს მოხდა ძალიან ცოტა ხნით ადრე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე და პრაქტიკულად ძალიან გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა
აი ამ ფაქტმა, იმიტომ რომ მე დავინახე, რომ არა მარტო ის არის, რომ ქუთაისისთვის რაღაცეები არ ემეტებათ, არამედ ისიც, რომ არიან ჩემსავე გუნდში ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ, რომ ნინო ბურჯანაძეს რაღაცა გაკეთებულად ჩაითვალოს ქუთაისში. და ეს გრძელდებოდა მთელი 4 წლის განმავლობაში, როდესაც მე ვერ მოვახერხე ის, რომ სააკაშვილი ქუთაისში ერთხელ მაინც ჩამომეყვანა. მაგრამ როგორც კი მეწავედი პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, იმის მერე ქუთაისლებს ვეღარ მოგაშორეთ მაშინდელი პრეზიდენტი, ყოველ მეორე დღეს აქ ჩამოდიოდა ხოლმე. ამას ჩემო ძვირფასებო, იცით რატომ გეუბნებით? გეუბნებით იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდს, რომელთან ერთადაც მოდიხარ ხელისუფლებაში. მე სამწუხაროდ, როცა ვიყავი ხელისუფლებაში, ჩემი თანაგუნდელები არ მყავდა, გუნდი არ მყავდა და ყოველთვის ვიყავი დამოკიდებული სხვა ადამიანების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ჩემს საწინააღმდეგოდ იყვნენ ხოლმე, შეიძლება ადამიანურად არა, მაგრამ პოლიტიკურად განწყობილნი. მე დღეს ძალიან მეამაყება, რომ თქვენს წინაშე დგანან და გამოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ. და მე ამ ადამიანების ძალიან დიდი იმედი მაქვს. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ არც ერთი მათგანი არასოდეს არ უღალატებს საქართველოს და თითოეული თქვენგანის ინტერესებს. აქ თქვა გიორგიმ და სწორად თქვა, რომ უიმედობა ძალიან ხშირ შემთხვევაში ემუქრება ხოლმე ძალიან მნიშვნელოვან რამეს. და უიმედობის საფუძველი და უფლება თქვენ გაქვთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გაგიცრუდათ იმედი. მაგრამ ამავდროულად უიმედობა სწორედ იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც უნდა, რომ სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში. იმიტომ რომ მე მინდა თითოეულმა თქვენგანმა, აქ ვინც ბრძანდებით, ამის თქმა არ გჭირდებათ, მაგრამ თქვენს მეგობრებს, თქვენს მეზობლებს, თქვენს ახლობლებს უთხრათ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც სახლში დარჩება 15-ში და არ მოვა არჩევნებზე, ვინმესთვის ხმის მისაცემად, ყველა შემთხვევაში ხმას აძლევს ნაციონალურ მოძრაობას და ყველა შემთხვევაში ხმას აძლევს ოცნებას და მათ კოაბიტაციას. იმიტომ რომ ყველა ეს ხმა გადანაწილდება ნაციონალური მოძრაობის და ოცნების ყულაბაში. ყველა ის ადამიანი, რომელიც დარჩება სახლში და იტყვის, რომ არაფერი არ მეშველებაო, ხელს შეუწყობს იმას, რომ მართლაც არაფერი არ გვეშველება. აქ ლაპარაკი იყო ხელისუფლებაზე, რომელმაც ჩვენი იმედები ძალიან გააცრუა. მე ქუთაისში მართლა საკუთარი ოჯახივით შემიძლია ვილაპარაკო და ადამიანური ემოციაც შემიძლია არ დავმალო. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი რამ უნდა ვთქვათ და აღნიშნოთ, ცუდიც და კარგიც. და ჩვენ არა ვართ ის ადამიანები, ვინც ვინმეს გაკეთებულ საქმეს დაუკარგავთ. ჩვენ უფასებთ ბიძინა ივანიშვილს იმას, რაც გაუკეთებია. არ ვუყრით მას წყალში ამაკს. აშენებულ სამებასაც უფასებთ, დახმარებებსაც უფასებთ, რომელიც მან გასცა საქართველოსთვის. და იმასაც უფასებთ, რომ დღეს ჩვენ არ გვეშინია იმის, რომ აქ შევიკრიბებით. არ გვეშინია და მე გული არ მიკანკალებს იმით, რომ აქედან წასულ ახალგაზრდებს პოლიცია ან ნარკოტიკს ჩაუდებს, ან იარაღს ჩაუდებს. მე ვუფასებ მას ადამიანურად და პიროვნულად იმას, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში გადაკარგული ჩემი ქმარი დაუბრუნდა თავის ოჯახს და თავის შვილებს და თავის მეუღლეს და თავის დედას. მე ვუფასებ მას იმას, რომ დაბრუნდნენ გიგლასნაირი ადამიანები. მაგრამ ეს არ არის მარტო ის, რასაც ჩვენ მათგან ველოდით, ბატონებო, ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გაკეთებულიყო. და მე ვერ დავუფასებ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაგვინიშნა პრეზიდენტი, რომლის სახელი და გვარიც კი არ იცოდა ნახევარმა საქართველომ და რომელიც დღეს პატარა ბავშვივით ებუტება პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრი თავის მხრივ ებუტება პრეზიდენტს. და არის მართლა საბავშვო ბაღი. მართლა სამარცხვინო სიტუაცია, პატარა ბავშვებივით სათამაშოზე ჭყუბობენ. პრემიერი გადასცემს პრეზიდენტის სახელობის ბრწყინვალების ორდენს, ჩამოდის საფრანგეთის პრეზიდენტი და მთელი ნახევარი დღე ეთმობა სატელეფონო ზარებს მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის, რომ მივიდეს თუ არ მივიდეს ვახშმად პრეზიდენტთან. არის კამათი და ერთი უბედურება, ვინ მოაწეროს ამა თუ იმ ხელშეკრულებას ხელი, ამისთვის ცალიათ? და მე ამაში ვადანაშაულებ ბიძინა ივანიშვილს. მას არ უნდა ეკადრებია დავით აღმაშენებლის და ილია ჭავჭავაძის ქვეყნისთვის, მე ვინც მომწონს ის აირჩიეთ, თორე გაგებუტებით და უმადურებს დაგიძახებთო. მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვათ, ჩვენ მას ეს გავაბედინეთ. და ჩვენ კიდევ უფრო წავახალისეთ იმით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ან სახლში დარჩა, ან ივანიშვილის ხათრით აირჩია პრეზიდენტი.
გია ბურჯანაძე ამბობს ხოლმე, რა გჭირთ ქართველებოს სუფრაზე თამადას არ ვირჩევთ ხათრითო. შეიძლება ხათრით აირჩიო პრეზიდენტი ქვეყნის. შეიძლება ქვეყანაში მოვიდეს ხელისუფლება, აქ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ითქვა და პარლამენტში იჯდეს 40% ნაციონალური მოძრაობა და დანარჩენი ის პარტიები, რესპუბლიკური პარტია, სხვა პარტიები, რომლებიც 1%-საც კი ვერ იღებდნენ, 3%-იან ბარიერს ვერ ლახავდნენ. ოღონდ ხედან ახლა იბიძინა ივანიშვილის ხათრით. იჯდნენ, ოღონდ თქვენი საქმე აკეთონ. თქვენ იცით მეგობრებო, არც მოსვლია თავში ნაციონალურ მოძრაობას, ახლა მე ვერავინ ვერ დამაბრალებს ნაციონალური მოძრაობის ადვოკატობას. ჩუმად რას აკეთებდნენ ერთია, მაგრამ საჯაროდ იმდენი ჭკუა მაინც ყოფნიდათ, რომ 50, 60 და 80,000 ლარიანი პრემიები არ დაენიშნათ. მოდი დავთვალოთ ამ დარბაზში ვინც ხართ, ყველას ერთად შარშან, თუ გაქვთ ოჯახში 80,000 ლარი შეტანილი. და 80,000 ლარი რომ დაინიშნა ირაკლი ალასანიამ პრემია, იმ ცნობილი ფილმისა არ იყოს, ყარსი დაიბრუნე, ამდენი შინმენდლები რო გაქვსო, რაც გინახავს ვეღარ ნახავშიროა. აფხაზეთი დაიბრუნა, სამაჩაბლო დაიბრუნა თუ რაში აიღო 80,000 ლარი პრემია. ზაქარიაშვილმა 55,000 ლარი აიღო პრემია და დაგვამადლა, რომ ჯონჯოლის მოსაკრეფად რომ წავიდა ხალხიო, 3 დღეში გამოვისყიდეთ ის ხალხიო, გამოვიყვანეთო. ეს არის მთავარი ამოცანა და დანიშნულება? 50,000 ლარის ჯონჯოლი სულ არ იკრიბება იმერეთში მთელი წლის განმავლობაში. დაურიგეთ იმ ხალხს და აღარ ირბენენ საწყლები ტყე-ტყე ჯონჯოლის მოსაკრეფად. იმდენი ჭკუაც არ ყოფნით, რომ ყველაფერი არ თქვან, რაც ენაზე მოადგებათ. გამოაცხადეს, რომ ჩვენო ვასრულებთ დანაპირებსო 70 საწარმო უკვე ავაშენეთო. ერთი ვინმე მითხარით ქუთაისში ამ 70-დან რამდენი აშენდა. 70 ავაშენეთო და 700 კაცი დავასაქმეთო. და სულ 100 შევპირდით და 2016 წლამდე ამას გავაკეთებთ. ესე იგი 2016 წლამდე კიდე 300 კაცს დაასაქმებენ. ყოჩა ავშენებულ ვართ ქვეყანა და ეგ არის. ოღონდ შევპირდნენ რომ თან მილიონ ხეს დაგირგავთ თბილისშიო და კითხვა მე მელია მაშინ მელიებმა უნდა ირბინონ თბილისში ადამიანების ადგილი აღარ იქნება და მე მომეცით ხმაო. ხა ასე გამოდის, ახლა მილიონი ხე რო თბილისში დაირგვება. ერთადერთი ის გვიშველის რომ დანაპირებს არასრულებს ეს ხელისუფლება, თორე თუ დავიღუპეთ და მაინდა-მაინც ეს დანაპირები შეასრულა, თბილისის მაგივრად სამზარეულოებში გვექნება ხეები ამოსული და წამოვალთ მე ყველანი ქუთაისში და მართლა გახდება ქუთაისი ნამდვილი დედაქალაქი როგორც იყო. ძვირფასო მეგობრებო, სიმწრის სიცილი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. მართლა სიმწრის სიცილი და მე ძალიან კარგად ვიცი რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ქვეყანას უშველოთ. მე არ დამავიწყდება რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ევროპიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, მიუნხენში შემხვდა აეროპორტში 10-15 ქალბატონი იყო, ყველა იმერეთიდან. ახალგაზრდა ქალები, რო იტყვიან ავთვალს არ დაენახვებოდნენ. ერთი ყველაზე ლამაზი ქალი იყო, რომელმაც მითხრა, რომ ქალბატონო 3 თვის წინ მეუღლე გარდამეცვალაო და გასვენებაშიც კი ვერ ჩამოვედიო. ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი მეგობრები, ჩვენი ახლობლები, ჩვენი ქალები წასულები არიან საზღვარგარეთ, მიტოვებული ყავთ თავიანთი შვილები და მშობლები და სხვის შვილებს და მშობლებს უვლიან. და ამ დროს იმის ძახილი რომ არ იქადა ეხა ჩვენ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ და ვიზა გვექნება ევროპაშიო, არ ამგონია ვინმეს დიდად უხაროდეს. მე არ მგონია ამ დარბაზში ბევრი ადამიანი იყოს, ვისაც ევროპაში სასეირნო წასვლის საშუალება ჰქონდეს და სასეირნო წასვლა შეეძლოს. და თუ ეს ვიზები ჩვენ იმისთვის გვინდა რომ კიდევ უფრო მეტი ქალი, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა წავიდეს ევროპაში სხვების მოსამსახურებლად, მე არ მინდა რომ ქვეყანაში მოვლენები ასე განვითარდეს. მე არა ვარ ევროპასთან ვიზის წინააღმდეგი და ევროპასთან ახლო ურთიერთობის წინააღმდეგი, მაგრამ ითქვა აქ ჩვენ საკუთარი გამოცდილებაც გვაქვს, ჭკუაც გვაქვს და გვაცალონ ჩვენს ქვეყანაში ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. დიახ, ვისაც უნდა ჩამორჩენილად ჩამთვალოს, მაგრამ კაცი კაცი უნდა იყოს და ქალი ქალი უნდა იყოს. დიახ, ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ ისეთ ოჯახებში, სადაც დედა და დედა კი არ ეყოლებათ და მამა და მამა, არამედ სადაც იქნება დედა და მამა. დიახ, ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ ისე, რომ იცოდნენ უფროსის პატივისცემა, იცოდნენ უმცროსის ფასი, იცოდნენ დედაშვილობა, მამაშვილობა და იცოდნენ ის,
რაზეც ქართველი კაცი იზრდებოდა და ქართველი დედა ქართველ კაცს ზრდიდა. მეზობლის ქალს ხელი არ ახლო, ისი ჩინაურიაო. დღეს ქვეყანა დაქცევის პირას არის, როცა არც მეზობლის ქალია, არც მეგობრის ცოლია, არც არაფერი აღარ არის და ამას გვეუბნებიან, რომ ეს არის ნორმაო. არ არის ბატონებო ეს ნორმა. და დიახ ჩვენა ვართ ის ძალა, რომელიც ეროვნულ და ტრადიციულ ფასეულობებზე გავზრდით ჩვენ შვილებს. ჩვენა ვართ ის ადამიანები, ვინც ყველაფერ კარგს გადმოვიღებთ ევროპიდანაც, ამერიკიდანაც, ავსტრალიიდანაც და თუ გინდა აფრიკიდანაც. მაგრამ ცუდს არ გადმოვიღებთ. და რაც ჩვენი კარგი გვაქვს, იმას აუცილებლად გავაძლიერებთ. მაგრამ ეს მართლა გლობალურია. ამას მართლა საპარლამენტო არჩევნები ჭირდება. ჩვენ არასოდეს თქვენ არ მოგვიტყუები ხართ. ეხლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ჩვენ როცა საპარლამენტოს ვახსენებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი არჩევნები არ არის მნიშვნელოვანი. პირიქით, უკიდურესად მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია და ორი მომენტით არის მნიშვნელოვანი. ერთი, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენი ადგილობრივი პრობლემების მოგვარება. რომ წყალი იყოს თქვენ სონკანებში, აგზის ჩემი მეგობარი, რომლის მერვე კლასელი გოგო ყავდა, მერვე კლასელი იყო მაშინ მისი გოგონა, რომელმაც მეშვიდე სართულზე დედამისი რო არ დაღლილიყო და არ შეწუხებულიყო. ვედროებით რო წყალი აიტანა, გონება დაკარგა. აი ეს რო არ ხდებოდეს, ეგეთი პრობლემები რომ მოგვარდეს, ამისთვის ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა მოვიგოთ და მე გპირდებით, რომ აღარ იქნება 70,000-იანი, 80-იანი, 20,000 ლარიანი პრემიები, 10 და 15,000 ლარიანი ხელფასები და ეს ფული მოგხმარდებათ თქვენ და თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. მე არ მოგატყუებთ და არ გეტყვით იმას, რომ ხელფასები ახლა 100 და 150 ლარი ექნება მინისტრს და პარლამენტის წევრს თქო. ნამდვილად არა. თქვენ ძალიან კარგად იცით და არაფერი არ გეშლებათ. იცით რომ იმ მინისტრს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, პარლამენტის წევრსაც უნდა ჰქონდეს, მანქანაც უნდა ყავდეს და ვერ ივლის ახლა მეტროთი და ავტობუსით პარლამენტის წევრი და დეპუტატი. მაგრამ გააჩნია როგორი არ შეიძლება ეს ხელფასი 10-ჯერ, 20-ჯერ, 200-ჯერ მეტი იყოს, ვიდრე მინიმალური შემოსავალი ადამიანის. კი ბატონო იარე მანქანით, მაგრამ არა ბოლო კლასის, საუკეთესო აკუსტიკური სისტემით აღჭურვილი მანქანით, რომელიც 50, 60 და 100,000 იღებს. არა აქვს ჩვენს ქვეყანას ამის ფუფუნების საშუალება. მე ვიცი ქუთაისლები ბრაზდებოდნენ, როდესაც მე წუხდი იმ ქუთაისში იმ პარლამენტის შენობის აშენებასთან დაკავშირებით. იმიტომ კი არა რომ მე ჩემი ქუთაისისთვის რამე მენანება. ზუსტად ვიცოდი რომ თქვენი ჯიბეები კიდევ უფრო იხეოდა იმ პარლამენტის შენობის აშენებით და ყველა შემთხვევაში ეს ძალიან მძიმე ტვირთად დაგაწვებოდათ. 300 მილიონი დაჯდა ეს შენობა და კიდე არ არის დამთავრებული და მარტო ელექტროენერგია რომ გადაიხადო, ისი არის აშენებული 180,000 ლარი უნდა თვეში. აქვს საქართველოს იმის საშუალება, რომ მაშინ როცა იყო თბილისში პარლამენტის შენობა, ააშენოს სუპერ თანამედროვე პარლამენტი და 180,000 ლარი მარტო გადასახადი გადაიხადოს. ვისი ჯიბიდან კეთდება ეს? სააკაშვილის ჯიბიდან გაკეთდა, თქვენი ჯიბიდან გაკეთდა ეს. თქვენ მოგაკლდათ. და მოაკლდა საქართველოს. საქართველოს აკლდება ჩემო ძვირფასებო, ის 1000-ობით და 100,000-ობით ლარი, რომელიც იხარჯება დეპუტატების ბინების ქირაობაში, აქეთ-იქეთ მთავრობის და დეპუტატის სიარულში. ქუთაის რა ფუნქცია არა აქვს? თუ სწორად მიუდგები, სულ იძახდა ბატონი თემური. საუნივერსიტეტო ქალაქი. ქალაქი, რომელსაც კულტურაც აქვს, ინტელექტიც აქვს, რესურსებიც აქვს, ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ქუთაის იყოს ახალგაზრდების სამჭედლო საქართველოში. 300 მილიონი ძვირფასო მეგობრებო, რომ ქუთაისის ბიუჯეტში ჩადებულიყო, საუკეთესო უნივერსიტეტები გაკეთდებოდა ქუთაისში და რამდენიმე ქარხანა ამუშავდებოდა, რომელიც არც ერთ ადამიანს დაუსაქმებელს აღარ დატოვებდა. აი ეფექტური ხელისუფლება რას ნიშნავს? როცა იცი კარგი დიასახლისივით, რამდენი გაქვს ბიუჯეტი და როგორ უნდა დახარჯო ის ბიუჯეტი, რომ კვირის ბოლოს ან თვის ბოლოს ოჯახი მშიერი არ დაგრჩეს. მე პირდებით და აქ არიან არა მარტო ქუთაისის, არამედ იმერეთის რაიონების წარმომადგენლები. ჩვენ ვიცით თქვენი პრობლემები და მე დარწმუნებული ვარ, აქ ისეთი საზოგადოება ყველა თქვენგანი სახში გადახედავს იმ პროგრამას, რომელიც აქ სკამებზე დავხვდათ. დიახ, ჩვენ ვიცით ყველა ეს პრობლემა. ვიცით უგზოობის პრობლემები სოფლებში, ვიცით უწყლობის პრობლემა, ვიცით ელემენტარულად იმის პრობლემა, რომ ხშირად სოფელში ამბულატორია და ექიმი არ არის და სრულიად ესე ვთქვათ, უუნებელი, ცუდად გახტომა შეიძლება ადამიანის სიკვდილით დასრულდეს.
ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ყველას აქვს იმისი საშუალება, ექნება იმის საშუალება, თუ ბიუჯეტი ყაირათიანად იქნება დახარჯული, რომ დავიწყოთ 25 ლარიანი დანამატით უმწეოებისათვის და ინვალიდებისათვის და პენსიონერებისათვის და ეს დანამატი შემდეგ გავზარდოთ. ნორმალურია, მეგობრებო, ის ფასები, რაც აფთიაქებშია? რატომ არის ეს ფასები? იმიტომ რომ ფაქტიურად მონოპოლისტები არიან ბაზარზე. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. ავსტრიაში არ ღირს წამალი ის ფასი, რაც ღირს საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ ავსტრიაში სახელმწიფო ამას ყურადღებას აქცევს და ვერ გაბედავს ვერავინ, რომ იყოს მონოპოლისტი. საქართველოში მოეწონა ქართულ ოცნებას, ნაციონალების წილების გადანაწილება და არავის ხელი აღარ ახლო, ვისაც გადანაწილებული ქონდა ნაციონალების ბიზნესი. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, შეიქმნა დანაშაულებრივი სქემა და ის თავპირის მტრევა, რომელიც ახლა ტელევიზორშია, მე ძალიან კარგად ვიცი რატომაც არის. იმიტომ რომ ვეღარ გადაინაწილეს ხმები. ქართულმა ოცნებამ დაინახა, რომ უჭირს სადღაც და სადაც უჭირს, იქ დაეტაკა ნაციონალურ მოძრაობას. იქ კი არა, სადაც სამართლიანად უნდა დატაკებოდა. და ამით კიდე ამ დადგმული სცენარით კიდე ხალხს თვალს უხვევენ. დიახ, გარიგება არის ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. დიახ, გარიგება იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც ჩვენ მესამე ადგილზე გადაგვაგდეს. მე არ მithქვამს, რომ პირველივე ტურში მოვიგე მეთქი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცით, იყო მეორე ტური, სადაც გავდიოდით მე და მარგველაშვილი. და მეორე ტურის შემთხვევაში ნამდვილად ძალიან დიდი შანსი იყო ჩემი მოგების. ამიტომ იქნა გაცემული ბრძანება, რომ არ დაუშვათ მეორე ტურიო. დაახლოებით იგივე სიტუაცია არის ეხლაც. მე გპირდებით, თუ თქვენთან ერთად დაარწმუნებთ სხვა ადამიანებს, თქვენს მეგობრებს და ახლობლებს, რომ სამივე ბიულეტენში შემოიხაზოს 3 ნომერი და ჩვენ სერიოზული ძალით მოვალთ. დიახ, ჩვენ დავიწყებთ თქვენი პრობლემების მოგვარებას. დიახ, ჩვენ მოვიპოვებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. დიახ, ჩვენ ძალიან ბევრ ურთიერთობას დავალაგებთ, მათ შორის დავალაგებთ ურთიერთობებს რუსეთთან. დიახ, ჩვენ მართლა გავხსნით რუსულ ბაზარს, იმიტომ რომ სადაც არ შევედი, რომელ რაიონშიც არ შევედი და ვიკითხე, რომელი პროდუქცია გადის თქვენი რუსულ ბაზარზე თქო, ყველამ გითხრა, რომ არსად არაფერი არ გადის. ლპება ნახევარ საქართველოში ეხლა მოყვანილი ხილი. და თუ ჭკვიანად არ იქნა ჩვენი ხელისუფლება, ყურძენზეც იგივე მოხდება შემოდგომაზე. დიახ, ჩვენ გვჭირდება ურთიერთობები, სადაც ჩვენ არასოდეს არ გვექნება იმის საფრთხე, რომ რუსეთთან საომარი მოქმედებები დაგვჭირდება. გამოდიან ჩვენი მინისტრები, აკეთებენ პროვოკაციულ განცხადებებს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. როცა გამოდის ალასანია და ამბობს, რომ თავდაცვის საწინააღმდეგო სისტემა უნდა განლაგდეს საქართველოში, ეს არის პირდაპირი გამოწვევა რუსეთის. მარტო მაგაზი არის ჭიდაობა რუსეთსა და ამერიკას შორის. და მათ საკუთარი კარიერისთვის უნდათ, რომ ეს პატარა ქვეყანა რუსეთის და ამერიკის საჭიდაო პოლიგონად გადააქციონ. და რა დარჩება ჩვენგან? გასწორებული დავრჩებით მიწასთან და ვერ შეამჩნევს ამას ნახევარი პოლიტიკური მსოფლიო. ამიტომ ჩვენ დიახაც, რომ ჩვენ თავზე უნდა ვიზრუნოთ. მე გპირდებით, ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნებით თქვენ. და სწორედ ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ უნდა მოგცეთ ხმა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული ძალა, რომლებიც ვიბრძოდით. ამ დარბაზში არის 2 ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში შევქმნით უნიკალური პრეცედენტი, ხელისუფლებაზე არ ჩამღაუჭების. საქართველოს ისტორიაში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობიდან 2 ადამიანია თავისინებით წასული. ეს არის ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც წავიდა უშიშროების მინისტრობიდან, როცა არ მოეწონა რაც ხდებოდა მის უწყებაში, და ეს ვარ მე თქვენი მონამორჩილი, რომელიც წამოვედი გარანტირებული პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, როდესაც აღარ გამივიდა არაფერი ნაციონალურ მოძრაობასთან. ამას ჩვენ არავის არ ვაყვედრით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ვალდებულება იყო, მაგრამ იცით რატო გავიხსენე, მეგობრებო? რომ კიდევ ერთხელ ყველას შეგახსენოთ, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვინც ვებღაუჭებით ხელისუფლებას. ჩვენ 26 მაისს, როცა ვიბრძოდით, არ ვიბრძოდით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ირაკლი დამიდასტურებს, ერთმა ადამიანმა მას უთხრა, რომ კიო, ირაკლი შეიძლება ეხა მოიგოთო, მაგრამ თქვენ არავინ არ მოგიშვებთ ხელისუფლებაშიო. სხვა მოვალ, თქვენ ნასისხლარზე და ნაუფლარზეო. ნუ ხა ირაკლი რას უპასუხებდა, მე მგონი ყველა ხვდებით, ხო? რომ ჩვენ არ ვიბრძვით ხელისუფლებაში მოსასვლელად და ასეც მოხდა.
ბატონი თემურის, ბატონი ირაკლის, ძალიან ბევრი აქ მჯდომი ადამიანის, ქალბატონი ნონასი, ბატონი ელიზბარ ჯაველიძის, გია ბურჯანაძის და უამრავი აქ ყოფი ადამიანის სისხლზე და ცრემლზე სულ არ შემწხვება ამის თქმა. სისხლზე და ცრემლზე მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება. ალალი იყოს. ჩვენ არ გვენანებოდა მათთვის ხელისუფლება. მთავარია რომ ნაციონალური მოძრაობა მოგშორებოდა, მაგრამ მოგშორდა კი? ყველგან ადგილებზე არიან ნაციონალური მოძრაობა და როგორ უნდა ბედავდეს ხალხო გამაგებინეთ გიგი უგულავა იმას რომ ფურცელს იღებდეს და თავზე ახევდეს საოლქო კომისიის თავმჯდომარეს და ამაზე რეაქცია არ ქონდეს არავის. ეს არ არის უკაცრავად და იმპოტენტი ხელისუფლება მართლა? გიგი უგულავა ბედავს იმას რომ თითს უქნევს ხელისუფლებას. კეზერაშვილს ვერ უმტკიცებენ 12 მილიონის წაღებას, ან ნუ წარუდგენ ამ ბრალს. და ნუ გაიპაზორებ მართლა თავს. ან თუ წარუდგენ დაუმტკიცე. ვერც ერთ ადამიანს ბრალი წესიერად ვერ დაუმტკიცეს. და ვანო მერაბიშვილსაც ისე წაუყენეს ის ბრალი რომ ალბათ ერთ წელიწადში გარეთ გამოვა. დიახ ჩვენ არ ვიბრძოდით 26 მაისს ხელისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძოდით ქვეყნის გადარჩენისთვის. მაგრამ დღეს ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით ხელისუფლებაში მოსასვლელად, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ვერც ერთმა ძალამ ვერ გაამართლა ვინც ხელისუფლებაში მოვიდა. მე არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო აი აქ ქუთაისში, თუმცა სხვაგანაც აღვნიშნოთ ბატონი თემურის შესახებ. თქვენ იცით რომ მე და ბატონ თემურს არ მქონდა მარტივი ურთიერთობა წლების განმავლობაში. მაგრამ ჩვენმა ურთიერთობამ მე მგონი ყველას დაგანახათ, რომ ჩვენთვის არის ყველაზე მთავარი ქვეყნის და საქმის ინტერესები. არასოდეს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს თემურ შაშიაშვილს ისეთი რაც დააზარალებდა ქვეყანას და სახელმწიფოს. და ძალიან ბევრი რამე მოუგონეს, მაგრამ კორუმპირებულიაო ვერც ერთმა ადამიანმა ეს ვერ თქვა და ვერასოდეს ვერ დაუმტკიცა. ის რომ თელ ძალისხმევას ის თავის ენერგიას ახარჯავდა ქალაქს, ეს თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით. ხანდახან ზედმეტადაც კი შეიძლება გარედან ადამიანს მოშვენებოდა ერთხელ ღამის 3 საათზე დამსვა პირდაპირ ეთერში. არ მინდა ბატონო თემურ მე ვთხარ ღამის 3 საათზე ვინ უყურებს ტელევიზორს ხო და ვისაც აინტერესებს უყურებსო მითხრა. და მე არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო 26 მაისს ბატონი თემური. როდესაც ბოლო ჩამოვიდა მართლა რომ თავზე დაასხეს ის წყალი და ჭავლი და მიკროფონი გაჩუნდა და გაჩერდა, იმიტომ რომ ეს წყლის ჭავლი პირდაპირ სცენას მიუშვირეს, ბოლო ადამიანი იყო ვინც ჩამოვიდა იმ სცენიდან. ეს ძალიან დიდი რამ არის. ეს არის ის, როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი მართლაც დაივიწყოს, როცა თავის სამშობლოს უჭირს. და ჩვენ ახლა ესეთი ადამიანები გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება საქმისცოდნე ადამიანები, ჩვენ გვჭირდება გამბედავი ადამიანები და ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი ადამიანები. მე გუშინ გული მეტკინა, როდესაც მელიამ უთხრა ნარმანიას, შენ ვის წინაშე იქნები ვალდებული? ანგარიშს ვის ჩააბარებო? შენს ხალხს თუ ბიძინა ივანიშვილს? და აი ესია ყველა იმ კანდიდატთა მიმართებაში, რომელსაც დაასახელებს ქართული ოცნება. ხა ნაციონალებში აღარ ვლაპარაკობ, საერთოდ არ მგონია ადამიანი ნორმალური, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აძლევს ხმას. ვინც ქართულ ოცნებას აძლევს ხმას, ბატონებო, მზად იყავით იმისთვის, უпростоრად იყვნენ ახლა თქვენ რა შვაში ხართ რას გერჩით. მზად იყოს იმისთვის, რომ 2 თვის მერე შეიძლება გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი და თქვას, რომ ეხლა იტყვის 61 წლის კაცი ვარ და ეგეთი არაფერი არ მინახია შევცდიო. როგორც მარგველაშვილზე თქვა, რომ შევცდი, ეს ვინ დაგინიშნეთ პრეზიდენტად. თემურ შაშიაშვილი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის წევრია და ჩვენი გუნდის წარდგენილია მერობის კანდიდატად. პირველ რიგში იქნება თქვენს წინაშე ანგარიშვალდებული. და აი მერე უკვე იქნება ის ჩვენს წინაშე ანგარიშვალდებული. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. მე მინდა დაბეჭდებით გითხრათ ძვირფასო მეგობრებო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი იმედები არ გავამტყუნოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ დაინახოთ, რომ ქვეყანა სწორი გზით იწყებს სვლას. პრობლემები ერთბაშად ვერ მოგვარდება, თქვენ ეს კარგად იცით. მაგრამ ჩვენ ამ პრობლემების მოგვარებას დავიწყებთ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც ვიცით რა გტკივათ და ვიცით როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები. და ამავდროულად ჩვენ შეგვწევს ძალა ამ პრობლემების მოგვარების და არ ვიყურებით სულ უკან,
რომელიმე საელჩოსკენ, რომელ საელჩოს მოეწონება ჩვენი განცხადება და რომელ საელჩოს არ მოეწონება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ. მე გუშინ წინ შევხვდი ევროკავშირის ელჩს ბატონ დიმიტროვს. გუშინ მქონდა საათნახევრიანი საუბარი ამერიკის ელჩთან ბატონ ნოლანთან. მომავალ კვირას კიდევ მექნება შეხვედრები. ჩვენ ყველა მათგანს პატივს ვცემთ. მაგრამ როგორც მათთვის არის მათი ქვეყნის ინტერესი უმთავრესი, ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის, ასევე უმთავრესი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ნურავის ნუეწყინება. მეგობრობა კარგია, ხათრით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ სხვისი ხათრით ჩვენს ქვეყანას არასოდეს არ დავაზარალებთ. აი ეს გუნდი უნდა აირჩიოთ თქვენ და შემოხაზოთ ნომერი 3 სამივე ბიულეტენში. ეხლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით, სალაპარაკო ძალიან ბევრია. ქუთაისში ეხლა ლაპარაკი არ მომწყინდება ნამდვილად, მაგრამ ისიც ვიცი რომ თავი არ უნდა მოგაბეზროთ და ის არ გათქმევინოთ ეხლა როგორ მოსვლით გაგვახარეთ, ისე წასვლით გაგვახარეთო. ამიტომ ჩვენ შევეცდებით რომ ძალიან მოკლედ წარმოგიდგინოთ ჩვენი კანდიდატები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე წარმოგიდგენთ ქუთაისს თქვენს კანდიდატურებს, შემდეგ წარმოვადგენ უკვე რაიონების გამგებლობის კანდიდატებს. მე მინდა კიდევ ერთხელ ქუთაისს წარმოვდგინო, ქუთაისის მერობის კანდიდატი, ძალიან ღირსეული ქართველი, ნამდვილი პატრიოტი, საქმის მცოდნე და საქმის არ დამზარებელი გამკეთებელი ადამიანი ბატონი თემურ შაშიაშვილი. ბატონო თემურ, მოგზავნით. ბატონ თემური რო და მე მარტო რომ არ ვიყოთ და კიდევ მეტმა ადამიანმა დაგვიმშვენოს გვერდი, ჩვენ წარმოგიდგენთ ასევე ძალიან ღირსეულ ადამიანს, ბატონ დავით წიტაიშვილს, რომელიც არის ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, ნამდვილი პატრიოტი და ძალიან კარგი ადამიანი. ბატონი ავთანდილ ჟორჟოლიანი, სულხან-საბას მაჟორიტარობის კანდიდატი. ბატონი გოჩა არსენიძე, ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი. ვახტანგ გაბუნია, გამარჯვების მაჟორიტარობის კანდიდატი. ზაზა სულაძე, უქიმერიონი, გიგლა სვანიძე, ნიკია, ნატო უგრეხელიძე, ავტომშენების მაჟორიტარობის და ნატოს მოვპირდები, რომ ჩვენ მას დავაბრუნებთ აფხაზეთში, აუცილებლად. ავთანდილ გვანცელაძე, ძელქვიანი, დავით რეხუიაშვილი, საფიჭყია, გოჩა გელოვანი, კახიანოური, ბეჟან ხურციძე. გადავედი ვანზე. ბატონი ბეჟან ხურციძე, ვანის გამგებლობის კანდიდატი. შალვა ყვარაცხელია, ხონის გამგებლობის კანდიდატი. მამუკა მხეიძე, სამტრედია, კარიელ ყემალაძე, საჩხერე, ლაშა ჩიქვინიძე, ბაღდადი, გიორგი ჩუბინიძე, ზესტაფონი, თენგიზ ჩიქაბერიძე, ტყიბული, ზურა ტატიშვილი, ჭიათურის სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარი, გიორგი გელაშვილი, ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი, მევლუდ ბრეგვაძე, თერჯოლის გამგებლობის კანდიდატი, ყოჩა თერჯოლები კანდიდატში იყო. პავლე კიკალიშვილი, წყალტუბოს გამგებლობის კანდიდატი. მე ძალიან მოხარული ვარ ბატონებო, რომ ამდენი და ასეთი ღირსეული ადამიანები წარმოგიდგინეთ. ყველა მათგანზე შემიძლია ძალიან ბევრი კარგი სიტყვა ვთქვა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი მათ იცნობს და შეიძლება ყველას არ იცნობდეთ, მაგრამ როცა რამდენიმეს იცნობთ, უკვე იცით, რომ ვინც მათ გვერდით დგას, იმავე კრიტერიუმებით არიან ეს ადამიანებიც შერჩეული, ასე რომ ყველა ძალიან ღირსეული ადამიანია დღეს თქვენს წინაშე. ეხლა მე მინდა ვთხოვო ბატონ თემურს და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ექნებათ სურვილი, რომ ორ-ორი სიტყვა გითხრან, თქვენს წინაშე გამოგწანდეთ. გთხოვთ ბატონ თემური. რა ვთქვა ისეთი, რომლითაც გაგაგვირებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მეგონა, რომ ვიცოდი რა მდგომარეობა იყო ადგილებზე, აღმოჩნდა, რომ არ ვიცოდნია. და მით ჩვენ სტუმრებს მინდა უთხრა, რომ ბევრი ისეთი რამე შეიძლება მოისმინოთ დღეს თქვენთვისაც უცხო იყოს. ნიუ-იორკის მერიაში მუშაობს 400 კაცი. ქუთაისის მერიაში მუშაობს 910 კაცი.
იმით რომ იქ 20 მილიონი ცხოვრობს და ჩვენთან მხოლოდ 200,000. თქვენ რო იცოდეთ, რამდენი მანქანა ემსახურება ადგილზე ხელისუფლებას. გაგიკვირდებათ ყველაფერი ეს. აი გუშინ წინ ხიზანთა დასახლებაში ვიყავით და შეკეთება ოთახის ჯდება 20-30,000 ლარი და ქუთაისში 15-20,000 ლარად შეიძლება 2 სამოთახიანი ბინა იყიდო და მიეხმარო იმ ხალხს, ვისაც ვერ გაუყიდია ბინა, ან იპოთეკითაა დატვირთული და არ თმევენ ამას. გვანგრებს ხელისუფლება 103 მილიონი უნდა დავხარჯო ქუთაისში, რომ ავაშენო ხიზანთა დასახლებაო. საერთოდ გაუგებარია რატო უნდა ავაშენოთ ხიზანთა დასახლება, ჩვენები არიან, ძმები არიან, მეგობრები არიან, რატო უნდა ცხოვრობდნენ ერთად პირიქით ჯობეს, სოფლებია დაკეტილი. 10,000 ლარად შეიძლება სოფელში უდიდესი მეურნეობა მოაწყოს და საქონელი და რაღაც კონდეს. მე ესეთი უაზრობა ბატონებო, რასაც ვხედავ, გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მეგონა თუ ამას დავაწყდებოდი, თუ ამას ნახავდი, მაგრამ ეს კიდე ზღვაში წვეთია. ჩვენ ვართ ოპერის თეატრში. 600,000 ლარის ფარგლებშია მისი ბიუჯეტი წლის განმავლობაში. ქალაქის მერიამ 600,000 ლარი მიიღო საჩუქრად. მერიის მუშაკებმა მიიღეს, ანუ რასაც ქვია პრემია, 600,000 ლარი მიიღეს 4 თვეში. ამ თეატრში და სხვაგან 300-400 ლარია მინიმალური ხელფასი. ხელფასი 300-400 ლარი. ევა ხუტუნაშვილი ითხოვს, ეს უცნობილესი ხელოვანი ითხოვს, რომ შიმშილობას ვაცხადებ, მინდა წავიდე საქართველოს პარლამენტში დამლაგებლად. იქ არის 1200 ლარი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ დამლაგებელს, მაგრამ როცა ყავს ამ რანგის ხელოვანი და იმაზე არ ფიქრობ, უკვე ხელისუფლება არ ახარ. ლაპარაკობენ თეატრი ავაშენოთ. ეს თეატრი გადავარჩინეთ ჩვენ ძინეს ჟამს. ეს არის უნიშნულოვანესი. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მესხიშვილის თეატრი არის სიამაყე საქართველოს. სიამაყეა ოპერის თეატრი. ქუთაისი არ არის პარლამენტი, ქუთაისი არის საოპერო ქალაქი, სახელოვნებო, წერლის ქალაქია ქუთაისი. განათლებულ ადამიანთა ქალაქი, საუნივერსიტეტო ქალაქია. გვაკვედრიან ყველაფერი იმას, რაც ჩვენთვის პრაქტიკულად მიუღებელია. რაც თქვენ ბრძანეთ აქ, აი უბრალოდ ციფრს გეუბნებით, რომ 10 მილიონი ჯდება ქალაქის მერიის შენახვა წლის განმავლობაში. 10 მილიონი. როდესაც ეს არის 14-15% ბიუჯეტის იხარჯება მერიის შესანახად. ცუდი ის არის, რომ იქ გადასარევი სპეციალისტია ბევრი, მაგრამ როგორც ერთ სამზარეულოში 10 ადამიანი, 10 ქალბატონი ვერ იმუშავებს, ესენი ერთმანეთს აბუჭებენ, გვეკარგება სახელისუფლებო საქმის მცოდნე არაერთი კარგი ადამიანი იმის გამო, რომ სული ვაკხანალია იმ შენობაში. აი, როდესაც საუბარია იმაზე, რომ რა ვქნათ, სად უნდა მოვძებნოთ ფული, მარტივ რამეს გეუბნებით. რომ ესე იგი სუნცი 1 ლარი ქუთაისში აკეთებს 20 თეთრი საქმის. ყველა ის კომუნალური ობიექტები, რომელიც კეთებ, ეს არის კორუფცია. 5ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება მინიმუმი, ჯერ გზის დაგება, კანალიზაციას, ბევრი სხვა რამ, რაც კეთდება, თვალში გვაკვედრიან ამას და აი ამ დროს გეუბნებით, რომ 1 ლარი აკეთებს 20 თეთრი საქმის. ჩვენი ამოცანა მარტო ის არ არის ბიუჯეტში რაც შემოვიდა, ის რომ ხარჯოთ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ბიუჯეტი შევსება მოხდეს. უმძიმესი რამეები ელოდებათ მეწარმეებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ არჩევნების შემდგომ თუ მათ ადგილზე არ დავდათ ხელისუფლება, რომელიც მანდ ინტერესებს დაიცავს. გაძარცვავენ მეწარმეებს ისეთი მდგომარეობა ბიუჯეტში ქვეყანაში. გაძარცვავენ. მე ვიცი, რომ ქუთაისში მზადდება, ხელმოწერილია ყველა ხელისუფალის მიერ 2 მილიონი პარკირებიდან უნდა მიიღოს თურმე ქალაქის ბიუჯეტმა. ანუ რამდენი მანქანა გვყავს, ჩვენ სად უნდა დავაყენოთ ახლა მანქანები ისეთი, რომ პარკირებაზე 4-5 ლარი იქნება ეს გადასახადი, 2 მილიონი რომ შემოვიდეს აქედან. მე ამ ციფრებით არ დავყლით, მარტივად ვამბობ. დღეს ძალიან რეალურია ქუთაისში 2 მილიონი ნახევარი შევამციროთ ხელისუფლების ხარჯები და 4-5 მილიონიდან 2 მილიონი მივცეთ მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც ეს ფული უნდა დახარჯონ სამუშაო ადგილების შექმნისათვის. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ქალბატონ ნინო ის ხელისუფლება, რომელიც თანხის გაღებას დაიწყებს სამუშაო ადგილის შექმნისათვის. ჩვენ ადგილებზე ვიწყებთ არა იმის აღრიცხვას, ეხლა ვის უჭირს, გვიჭირს ყველას. ჩვენ სანთლით ვეძებთ ადამიანებს, ვის რისი გაკეთება შეუძლია
10,000 ლარი მივცეთ მას ფული და უთხრათ თქვენ რო დაიწყებთ ბიუჯეტში ფულის გადახდას, რასაც შემოიტანთ ადგილობრივ ბიუჯეტში, ჩაგეთვლებათ. შემოიტანთ ადგილობრივ ბიუჯეტში 10,000 ლარს, ეს ვალი გასტუმრებული ხართ, მეთმა ხელი მოგიმართოთ, დაგიდგებით გვერდით. ჩვენ ვიწყებთ ისეთ საქმეს, რომელიც ბევრი მინიმეს აიმართლაც რო გაუკვირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად და ქუთაისში და დარწმუნებული ვარ, მთელ იმერეთში და მთელ საქართველოში ხელისუფლება, რომელიც მეწარმეს ფონდებში კი არ არიცხიებს ფულს. მეწარმეს ეუბნება, შენი ფუნქცია შექმნა სამუშაო ადგილი, შენ მე ხელს არ გიშლი, გეხმარები, წილში არ გიჯდები, ვინ წილში გიზის, მოგაცილებ ყველას, 3 თვის შემდგომ მე დავდებ დოკუმენტს, ვინ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც შეჭამეს ქუთაისი. 5-6 ადამიანია, რომლებმაც შეჭამეს ქუთაისს, რომლებიც ბორკავენ კლიანად ბიზნესის განვითარებას. ჩვენ ამას საზოგადოებას მთელ საქართველოს მასშტაბით ვეთქვით, მაგრამ მეწარმეს ვეთქვით ამავე დროს. ვისაც შეგიძლიათ თქვენ რომ სამუშაო ადგილი შექმნათ, ფულს გაძლევთ. მე შევხვდი მეწარმეებს და ვეუბნებით რომ იყავით მზად რომ გავიმარჯვო 100, 200, 300, 400 სამუშაო ადგილი რო შექმნათ, რა გინდათ ამისათვის. ერთმა პიროვნებამ მითხრა რომ 300 ადგილი რომ სამუშაო ადგილი რო შექმნა 100,000-მდე ლარი 100,000 ლარი მჭირდებაო. ეს არაფერია ბატონებო. ჩვენ ამ ხალხს გვერდით უნდა დავიდგეთ. პირველი თუ გინდა საქართველოს და ქართულ მოსახლეობას დაუბრუნოთ ღირსება, მას უნდა მივცეთ სამუშაო ადგილი. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ ამაზე. მოდის ხელისუფლება ქუთაისში, იმერეთში, მთლიანად საქართველოში დღეს ამის თაობაზე ითქვა, რომელიც ფიქრობს ღირსების დაბრუნებაზე, არა შეღებათებზე. მე ფული მომეცი ჯიბეში, ვიმუშაო და სად დავხარჯავ ამას რესტორანში, თუ რაც გადავიხდი, ეს ჩემი საქმეა. ჩვენ ვარ დავით აღმაშენებლის თაობა. არ გამერდება თაობა დავით აღმაშენებლის საქართველოში მუდმივად იქნება. მთელი მსოფლიო მუშაობს კონვენციის თეორიით. კონვენციის თეორია ნიშნავს, რაც აქვს კაპიტალის კარგი კონკურენცია, დამატებული იმას, რაც აქვს სოციალიზმის კარგი დაცული ადამიანი. დავით აღმაშენებელმა 10 საუკუნის წინ თქვა მარტივად. მე ვარ მეფე, რომელიც მხარს უჭერს ძლიერს და იცავს სუსტს. ესაა კონვენციის თეორია. მთელი მსოფლიო მუშაობს დავით აღმაშენებლის ამ ფორმულით და ვინ გვასწავლის შკუას ჩვენ. ესე იგი 85 წლის კაცი საქართველოში ცოცხალი რატო არისო, იმას ამბობენ და 85 წლის მაკეინი გახდა საქართველოს ხელმძღვანელი. ეს არის წარმოუდგენელი, ასე ვიცხოვროთ ჩვენ. საქართველოს ჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება. ტვინითაა სავსე ქართველი კაცი, სავსეა საქართველოს ტვინით სავსე ადამიანებით. ბიძინა ივანიშვილის ფასი თუ ვინმე მიცოდა ვიცოდით ჩვენ სახალხო კრებაში, მაგრამ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჭკვიან ადამიანებს და ძლიერ ადამიანებს ამჯობინა მისი ერთგული ადამიანები. როგორც ჩანს, თვითონაც მონური ფსიქოლოგიისა და უყვარს მონები. მე არ ვიქნები ბიძინა ივანიშვილის ერთგული, მე ვიქნები საქართველოს ერთგული, მე ვიქნები ქართული იდეის ერთგული და მე ვიქნები ქუთაისის ერთგული და ქუთაისელებისათვის მიცემული სიტყვის ერთგული. მე სხვა გზით არ ვიცხოვ. ხელისუფლებას დღეს ჭირდება ორი რამ. პირველი, ზღვა სიყვარული უნდა კონდეს თავისი ხალხის, ეს პეტრე პავლესგან მოდის და ჩვენ საკათედრო ტაძარი სწორედ პეტრე პავლესი გვაქვს ქუთაისში, როდესაც ამბობდნენ ვინ არის ეს ორი კაცი. ამაზე მაცხოვარი ამბობს, ერთს აქვს ზღვა სიყვარული და მეორეს აქვს მე არ კლდესავით მტკიციაო. დღეს ჭირდება ქვეყანას ხელისუფლება, რომელსაც ექნება თავისი ხალხის ზღვა სიყვარული და იქნება კლდესავით მტკიცე, როდესაც საკითხები იქნება გადასაწყვეტი. მე ასეც ვხედავ კოალიციაში. მე ამებას ქალბატონმა ნინომ თქვა ბევრი რამ, მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ და რა თუ დავადასტურო. მინდა გითხრათ რომ საოცრად კარგი რამ თქვა ქალბატონმა ნინო, რომლის გამოც მადლობა მინდა უთხრა. მე ვიყავი პიროვნება თეატრში რომ შევხვდი ქალბატონ ნინოს და უთხარი გაგწირავენ ქალბატონ ნინო თქვენ ესენი თქვა აგერ დგას თქვენ წინაშე ქალბატონ ნინო და ამით მე უფრო მეტი ერთგულება დაუმტკიცე მას და უთხარი რომ თქვენ ჟვანიაც და სააკაშვილიც გაგწირავთ ორთავე მეთქი. მოხდა ზუსტად ის, რასაც თვითონ ამბობს დღეს. მე ძალიან მიხარია როგორადაც ყალიბდება ეს გუნდი. მე ბატონ გიორგი ახვლედიანს მინდა დაუდასტურო დიდი პატივისცემა და მინდა ვთქვა რომ ის ძალიან საინტერესო პიროვნებაა და იმ ბანაკში იყო ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება. ბატონი ჯონ დიდამე დიდი მეგობრები ვართ, მოვდივართ ძმობით და მინდა რომ აი ამ განწყობით ვიყოთ ამ იმაში. მე ძალიან მიხარია რომ ქალბატონმა ნინომ ასეთი გუნდი შეკრა, ბატონი ირაკლი ბათიაშვილი რომ ყავს ასეთი კაცი უნდა პატივისცემით იყო და მინდა ქალბატონ ნინო გითხრათ რომ ჩვენ თქვენ პირადად მე მათ შორის მთელ სახალხო კრებას უდიდესი პასუხისმგებლობა გვეგისრება.
ჩვენ დავიწყეთ ის, რაც ვერ გაბედა ვერავინ. ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა. მე ვარ არათუ მოხიბლული, ამაყირიოს ქალბატონი ახლოს გავიცანი და ესე ვნახე, მინდა რომ მთელი საქართველო ნეტამას ისე იცნობდეს. მეც ვიცნობდი მეგონა, მაგრამ ეს დიდი სიმაღლის ქალბატონი აღმოჩნდა და იქ კიდე ყველანი ვინც ამ საბჭოში არიან და მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ დავიწყეთ ის რაც ვერ შეძლო ვერავინ. ჩვენ შევძელით ისეთი რამ რაც ვერც კი წარმოედგინათ საქართველოში. მაგრამ ჩვენ ვიცოდით წამოვიდა კაცი ამ დიდ საქმეზე, ბატონი ბიძინა და დაუთმეთ მას ადგილი და უთხარით რომ ბატონო ბიძინა, კი ბატონო. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ ქალბატონი ნოამით. თქვენს უარი თქვით არჩევნებზე, ჩვენს უარი ვთქვით, ჩვენ ალბათ შეიძლება დიდი რაღაცის არ მეგოგო, ესეთი ფონი იყო ამ იმაში, მაგრამ შეიძლება რომ 5, 6 და 10%, რომელიც მისთვის გადამწყვეტი იქნებოდა ვერ მიიღო ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ დღეს ვალდებული ვართ ბიძინა ივანიშვილს და მთელ თავრობას უთხრათ. როცა ლაპარაკობთ იმას, რომ ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე, ლოზუნგს რომ იწვი ასეც და თანაც ამბობ რომ ერთად ვიზრუნოთ საქართველოს და ყველაფერი ჩემი უნდა იყოსო. ეს არის ტრაგედია ბატონო. როდესაც ამას ამბობ, მე ვეუბნები ამ ხელისუფლებას, დათმეთ თქვენ ძალიან ბევრი ქალაქი. ნუ გაახალბებთ, ფულით ნუ იყიდით. დათმეთ და ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება მოვა. თუ არ გეშინიათ ძლიერი ქალაქის მერის, ამ კოალიციიდან მოდის ქუთაისში და ნუ შეუშლით ხელს. მე ვეუბნები ამას ხელისუფლებას და ვეუბნები რომ თქვენ იამაყებთ ხელისუფლებას და ყველა რასაც ჩვენ ამ ქალაქში გავაკეთებთ ქალაქელებისათვის. თუ თქვენ ქართველები ხართ, თუ თქვენ საქართველო გინდათ, თუ თქვენ საქართველო გიყვართ, რატო ეუბნით ძლიერს? ნუ ეუბნით ამას, ნუ გააკეთებთ ამას, ეს ბევრგან შეიძლება ასეთი რამე იყოს. აქ რო შემოვდიოდი და ამით მინდა დავასრულო არსენ ფოჩხუას, დიდი არსენის, კოლხა წოდებული ბატონი არსენ ფოჩხუას მეუღლე შემოვხვდა და მე მას უთხარი ამ რამდენიმე ხნის დღესაც გავახსენე რომ კიდე კარგი ცოცხალი რომ არ არის მეთქი, თორე ვერ გაუძლებდა ამ ეპოქას. დიდი მადლობა რომ ჯერ მისი მეუღლე მოვიდა აქ და ქალბატონი ციცინო თოდუა იყო მასთან ერთად ძალიან საინტერესო პიროვნებები და მიხარია რომ ბატონი გურამ გაბუნია აგერ ჩვენი პროფესორი და მე ისტორიე რომელიც მოგვეხმარა იმაში რომ ქუთაისის ისტორია ესე დაგვეწერა რომ 3500 წელი რომ აღნიშნეთ ქუთაისი შევიდა მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ხუთეულში. ჩვენი კოალიცია გააკეთებს იმას, რომ ქუთაისში გაიხსნება მსოფლიოს უძველეს ქალაქთა კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ცენტრი და ეს იქნება სწორედ იმ პარლამენტის ბაზაზე, რომელიც დღეს არის იქ, სადაც იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი. არა აქვს სხვა მომავალი ქუთაისს. ეს არის დავით აღმაშენებლის იდეა, ეს არის დავით აღმაშენებლის გზა, რომ ქუთაის ისეთი ფუნქცია მიცა დავით აღმაშენებელმა, რომლის გავსი ფუნქცია საქართველოში არ აქვს, არც ერთ სხვა ქალაქს. ეს არავის შეურაცხყოფას არ აყენებს, იმიტომ რომ აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში, დასავლეთ საქართველოში ქუთაისი ეს არის ქართული ცნობიერება, ქართული სულიერება, დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია ბატონებო. მე ამასაც გილოცავ და ვამბობ, რომ სულთმოფენობის დღესასწაულის დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ქუთაისი უნდა იყოს სულიერების, სიწმინდის, წესიერების, განათლების, კულტურის, ხელოვნების ფერქვეშ უნდა გავეგოთ ამას, ვოცნებობ ისეთ ქუთაისზე, სადაც მასწავლებელს ჩემზე ერთი ლარით მეტი ხელფასი ექნება. მე ვოცნებობ ისეთ ქუთაისზე, სადაც მე როცა ვიყავი ქალაქის მერი ქონდათ, ბევრი არ იყო, მაგრამ 100-200 ლარს იღებდა იმ პერიოდში და აქ არიან მასწავლებლები და დაეთანხმებიან ამაში. მე ვოცნებობ ისეთ ქუთაისზე, როდესაც სადაც პატივისცემა იქნება უფროსი თავებისადმი. მე ვოცნებობ ისეთ ქუთაისზე, სადაც მეწარმეს ცივნიავს არ მიაკარებენ და მე ვოცნებობ ისეთ ქუთაისზე, სადაც დედაც, მამაც, ბებიაც, ბაბუაც, მასწავლებელიც, ყველა ეს ადამიანი მეწარმეც და ყველა იქნება მუხჩაუხრელად ბავშვის წინაშე, აი მუხჩაუხრელი იქნება ბავშვის წინაშე. გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ გაქვთ მიღებული ქალბატონ ნინო 25 ლარის თაობაზე, ჩათვალეთ, ეს ქუთაისში შესრულდება. არავითარი პრობლემა ამისი არ არსებობს, ამას სჭირდება ქუთაისში 1 მილიონი, ჩვენ რომ გავანახევრებთ მერიის შენახვის ხარჯებს 5 მილიონი გვითავისუფლდება. 1 მილიონი სწორედ იმ პროგრამის შესასრულებლად, რომელიც თქვენ გიწერიათ, რომ 25 ლარი მივცეთ ყველა პენსიონერს. მეორე, ეს იქნება სწორედ ამ თეატრებისათვის, რომელთა ხელფასები პირველ ეტაპზე 50% და მერე გაორმაგდებოდა 2 მილიონზე ნაკლები ოპერის თეატრში წარმოუდგენელია ხელფასები ისე რომ იყოს მის შენახვისაც ისევე როგორც მესხიშვილის თეატრი, ფოლკლორის სასახლე თუ სხვა. და 2 მილიონი იქნება აქ იმისათვის, რომ მეწარმეებს მივცეთ თანხა
რომ იმისათვის რომ სამუშაო ადგილები შექმნან. აი ასე ვასრულებ ჩვენ თქვენი ამ შემთხვევაში კოალიციის ამას და ძალიან მიამაყება რომ დღეს ასე ხართ ჩვენს ქალაქში ასე უჭერთ ხარს, აი ესე მე გძნობ ამ პასუხისგებლობას ვიცი და მე ქალბატონ ნინო ვიცი გუნდური თამაში. მე ვიცი ერთგულება ქუთაისის წინაშე და ვიცი ერთგულება იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც უყვართ ქვეყანა და იბრძვიან ქვეყნისათვის. ეს კოალიცია არის ასეთი და თქვენ ქუთაისში ხალხ ერთგული ადამიანები მე დღეს პენსაც რომ ვიყრი ქუთაისში ეს არის ქალბატონი ნონას და ქალბატონი ნინოს დამსახურება, თორე ყველაფერი გამიკეთეს იმისაც რომ შეიძლება კენჭი არ მეყარა და ვერ მეყარა კენჭი. დიდი მადლობა ყველაფერი ამისათვის. გონდეთ სიკეთე და ვიყოთ გამარჯვებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი თემური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, აი მართლა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რასაც ახლა ამბობს, ეს დანაპირებები შეგისრულოთ და უბრალოდ როგორც პოლიტიკოსი ვალდებული ვარ, რომ მაინც შეგახსენოთ, რომ სამივე ბიულეტენში აუცილებლად უნდა შემოხაზოთ ნომერი 3. ნამდვილად არ გადაკლევთ, ძვირფასო მეგობრებო, მინდა უბრალოდ დავით წითაიშვილს ვთხოვო სულ 2 სიტყვა გითხრათ, იმიტომ რომ საკრებულო თუ გვერდით არ დაუდგა მერს, ბუნებრივია მარტო მერი ვერაფერს ვერ გააკეთებს. დიდი მადლობა ქალბატონინო, ყველას დიდი მადლობა დღეს მობრძანებისთვის. ვიქნები ძალიან მოკლე და ძალიან მარტივი. მე გახლავთ ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსი. ჩვენი კოალიციის სიის პირველი ნომერი. და დღეს მე აქ არ უნდა ვიყო. არ უნდა ვიყო იმიტომ, რომ მე 20 წელია უკვე ვეწევი სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო და აღმზრდელობით მუშაობას. მაგრამ დროებით შევაჩერე ეს საქმიანობა იმიტომ, რომ ჩემი სტუდენტებიდან ყოველი მეხუთე უკვე სტატუსი შეცვალებულია, რადგან სწავლის ხილას ვერ იხდის. შევაჩერე იმიტომ, რომ მე ვხედავ სტუდენტს, რომელმაც არ იცის ლექციების შემდეგ ბიბლიოთეკის მიღმა საწავიდეს და სადგაერთოს. მე ვხედავ ქუთაისს, რომელსაც ფუნქცია არ აქვს და ხვალ როგორც ისტორიკოსმა მე შეიძლება ჩემი ქალაქის ისტორია ვეღარ დავწერო. აი სწორედ ამიტომ მე დროებით შევაჩერე ჩემი საქმიანობა, იმიტომ რომ დავდგე აი ამ ქალაქის ფერხურში. იმიტომ რომ აი ამ ქალაქს როგორმე ფუნქცია შევძინო. არა მარტო მე, აი ის ადამიანები, ვინც აქ არიან წარმოდგენილები, ყველამ შევაჩერე ჩვენი საქმიანობა დროებით, რომ ჩვენ ქალაქს და ჩვენს ქვეყანას ვემსახურებთ. დიდი მადლობა თქვენ ყველას. ჩვენ თანამოაზრეებს, იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც გარეთ არიან და დღეს ვერ მოახერხეს საკეთნოსვა და ყველას გამმეორდები და გეტყვი, როგორც ქალბატონო ნინო ბრძანა, ყველამ შემოხაზეთ სამიანი, იმიტომ რომ ეს ღვთიური ციფრია და არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა შენი მოწინააღმდეგე, როდესაც ღმერთი შენთან არის და 3 სწორედ ღვთიური და ღმერთის ციფრია. დიდი მადლობა ყველას და ღმერთი თქვენთან. ძალიან დიდი მადლობა. მე შემთხვევით არ ვიმეორებ, რომ სამივე ბიულეტენში შემოხაზეთ ნომერი 3, იმიტომ რომ ძალიან მინდა გთხოვოთ. ცოტა სპეციფიურია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ადამიანებმა, განსაკუთრებით მოხუცებმა შეიძლება იფიქრონ, რომ აი ერთ ადგილზე 3-იანს შემოვხაზავ და საქმე გაკეთებულია. თქვენ მათ ყველას უნდა აუხსნათ, რომ სამივე ბიულეტენშია 3 ნომერი შემოსახაზი. ეხლა ყველა აქ წარმოდგენილმა მამაკაცმა ძალიან ჯენტლმენურად გამოაცხადა, რომ ჩვენ ძალიან დავღალეთ აქ ყოფის საზოგადოება და ნუ ვისარგებლებთ ბოროტად მათი მოთმინებითო, მაგრამ ასევე ყველამ ერთსულოვნად დაუთმო ქალბატონ ნატოს, ერთადერთი ქალბატონია ამ შემთხვევაში გამოგვივიდა, რომ ცოტა ქალბატონები დავჩაგდეთ, ქალბატონი ნატო. მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი. დიდი მადლობა მინდა გამოუცხადო ქალბატონ ნინოს ნდობისთვის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ნინო და ასევე ბატონი თემურ შაშიაშვილი ეს ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია დაგვაბრუნებს ჩვენ დევნილებს აფხაზეთში. ისე დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა აქ წარმოდგენილი ადამიანი, ყველა რაიონის გამგებელი, ყველა რაიონის მაჟორიტარი და რა თქმა უნდა ქუთაისის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დევნილების პრობლემები მოგვარდეს, დევნილებს ცხოვრების მდგომარეობა შეუმსუბუქდეს და ამ ადამიანებმა იგრძნონ, რომ მოდის ხელისუფლება, რომლებსაც ისინი მაშინ კი არ ახსენდებათ, როცა არჩევნები მოდის. არამედ რომლებსაც მათი პრობლემები ახსენდებათ სხვა დროსაც, იმიტომ რომ აი ამ არჩევნების დროს, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჩამოიარეს დევნილები, რაღაცა ოთახი შეულამაზეს, შეუთეთრეს 30,000 ლარად ოღონდ ერთი ოთახი, ის 30,000 ლარი რომ მიეცათ ერთი წელი იმყოფებდა ის ოჯახი და იმ რემონტსაც გააკეთებდა. გაახსენდათ, რომ ეხა დევნილებს საჩუქარი უნდა მისცენ. ჩვენ ასე არ ვიქნებით, ნამდვილად.
ჩვენ ჭირიც ვიცით და ხინიც ვიცით ამ ადამიანების და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჯერ ნორმალურად იცხოვრონ და შემდეგ ისინი თავის სამშობლოს იმ კუთხეში, რომელიც ყველაზე მეტად ენატრებათ, აუცილებლად დაბრუნდნენ. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო და ქალბატონებო. კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ აბსოლუტურად ყველა წარმოდგენილი ადამიანი იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას სამივე ბიულეტენში. შემოხაზეთ ნომერი 3 და გაიმარჯვებს საქართველო. არა ერთი პოლიტიკური ძალა, არა ერთი პოლიტიკური გუნდი, არამედ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი ქვეყანა. სამივე ბიულეტენში ნომერი 3. დიდი მადლობა.